ის რომ პლაჟი დაიკარგოს ეჭვიშქვეს აყენებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას და მეუფრო მოსახლეობის მხარეს ვიხრები, იმიტომ რომ მოსახლეობამ ამის შესახებ უნდა იცოდეს. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ იმ აქციაზე გააკეთა, სადაც მოსახლეობა დახურული ნავსადგურის მშენებლობას აპროტესტებდა. რადიკალური შეფასებები მურმან-დუმბაძეს ამ დრომდეც არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ არჩევნების შემდეგ ასეთი მკვეთრი განცხადებით ბათუმელებთან პირველად გამოჩნდა. აუმრჩევლების ხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი თუ უწყებების გასაგონად გაკეთებული განცხადებები. კიდევ ერთი დეტალი. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ირკვევა, რომ აჭარის რაიონებში კოალიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მურმან-დუმბაძის მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოუგეს. რისი თქმა სურს მურმან-დუმბაძეს? ეს არის მისი ძალის დემონსტრირება ისევ ქართული ოცნებისთვის, თუ დეპუტატი ძველი ამპლუის მოსარგებად ემზადება. დეტალების კითხვებს დღეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი პარლამენტში მურმან-დუმბაძე უპასუხებს. თქვენ უყურებთ გადაცემა დეტალებს, მე ნათია კირცხელი ვარ, გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და გილოცავთ, რომ ასეთი სერიოზული ტელევიზია ხართ და უკვე ფუძნდებით და უკვე საქართველოს სივრცეში უკვე გახვედით და მე მინდა წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე აქ მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვები ჩვენი Facebook-ის გვერდზე და მასზე პასუხებს მურმან-დუმბაძისგან მოისმენთ. ბატონო მურმან, დავიწყოთ. ბოლო დღეებია ხართ ბათუმში. დიახ. აქტუალური თემით დავიწყოთ პრინციპში საუბარი. დღეს იპოთეკარების აქცია გაიმართა უმაღლესი საბჭოს ეზოში. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ და არაქოგულეთ იპოთეკარები და მათ თქვეს, რომ დავალენების მქონეები 2012 წლის არჩევნებამდე მიცემული დაპირებების შესრულებას მოითხოვდნენ. თქვენ დღეს იმ აქციაზე არ გამოჩენილ-ხართ. რაც ვერ ვიტყვით, მაგალითად თამარის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ თქვენ აქტიურად ჩანდით და საკმაოდ ისეთი მკვეთრი განცხადება გააკეთეთ. რატომ არ იყავით დღეს და შესაბამისად რას პირდებით ამ მოქალაქეებს? დიდი კონკრეტულ პასუხებს ითხოვდნენ დღეს. მოდი საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ამ იპოთეკარებთან დაკავშირებით ერთადერთი საკითხი, რომელიც თქვათ 2012 წლის 1 ოქტომბერამდე მე მინდა რომ არ დავიბრალო. მე დავიბრალებ იმას, რაც ნამდვილად გავაკეთე და ნამდვილად უთხარი მოსახლეობასა დამორჩილს. ერთადერთი შეკითხვა, როცა ისმებოდა 1 ოქტომბერამდე 250 მეტი შეხვედრა ჩავატარე ამ მრჩეველთან. აი ამ შეკითხვაზე არ ვიყავი მზად. აი რა ეშველება იპოთეკარებს, როცა სვამდნენ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული საკითხი. ორ სუბიექტი არ დაპირები ხართ მოსახლეობას? ნამდვილად არ დაპირები, არც ასე. თუმცა თქვენ წარმოგიდგენთ ქართულ ოცნებას, მაგრამ ჩემი არ დაპირება არ ნიშნავს იმას, რომ პირობა სამთავრობო არ უნდა შესრულდეს, ან სახელმწიფომ ამაზე არ უნდა იზრუნოს, უნდა გითხრათ, რომ 94 იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სამართალი ორ სუბიექტ შორის უნდა ახსრულდეს, ანუ მესამე პირი ერევა ამ შემთხვევაში სახელმწიფო, იმიტომ ერთი კერძო კომპანია, მეორე კერძო სუბიექტი ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ამ დროს ჩვენ უკვე გამოდის, რომ ხელშეკრულებაზე უარი უნდა ვთქვათ. თუმცა სახელმწიფო გამოდის გარანტულად, უნდა გითხრათ, რომ ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურება, რომ ქობულეთის იპოთეკარებს 94 ოჯახი რამდენადაც ვიცი, ეს პრობლემა მოეხსნათ. დარჩენილი არის ქალაქში, არ არის არ შედის ბათუმის იპოთეკარები, არც იმედიც თუ შედიან, ვისაც დააფინანსებს ლიბერტი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით. ბანკი ამ ადამიანებს არ ეხებათ ეს. ეს ეგრეთ წოდებული დისკრიმინაციული მიდგომა იქნება, არა ქობულეთელებს თუ კი, რატომ თქვათ ბათუმსა და გონიოს არა. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ რეგიონის მთავრობამ და საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს და მე ვიცი, რომ ამაზე ბიდის მუშაობა. თქვენ როგორც ბათუმის მაჟორიტარი ბატონო მურმან და ესენი სწორედ ისე ვთქვათ ის ტერიტორიაც, სადაც ისინი ცხოვრობენ გონიოში, ამჯერად უკვე ბათუმს ეკუთვნის და მათი ხმებიც არის თქვენ სასარგებლოდ ესე ვთქვათ დაფიქსირებული. ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობისა 2012 წლის 1 ოქტომბრის განსაკუთრებით გონიოს მოსახლეობა 1 ოქტომბრის ქართული ოცნების სასარგებლოდ აკეთებდა არჩევნებს და უნდა გითხრათ, რომ აქ უფრო დიდი პრობლემა დგას ვიდრე იპოთეკარების პრობლემა. ეს არის გონიოს მიწები, ეგრეთ წოდებული საკუთრების უფლების აღიარება. კი, ჩვენ ამაზე უნდა მოვგენებთ ვისაუბრებთ, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ისევ არ გაქვთ ანუ პასუხი ამასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვაჭარებს მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს, დეტალებში მე ვერ შევდივარ, არ ვიცი, იმიტომ რომ კლასიფიცირება ხდება, ვის როგორი სესხი ქონდა, რა პირობებით ქონდა, რა ხელშეკრულება იყო. ამიტომ ესე ვთქვათ, ვალდებულება და დაპირება არ გაგიციათ 2012 წლის არჩევნებამდე და ამ ერთადერთი საკითხი იყო, რომელზეც ვთქვათ მე დაპირება არ გამიციავ და ამას გუნდი პირდებოდაო, მაგრამ არის ძალიან მწვავე საკითხი ამ ადამიანებისთვის. ახლაც არაპირებ ვთქვათ დააყენოთ ეს საკითხი როგორც ბათუმის მაჟორიტარმა. ბუნებრივია ვერევი ამ საკითხში და მეც ვფიქრობ, რომ პოზიტიური
ნაბიჯები უკვე არის გადადგმული ამ რას გულისხმობთ, რომ პოზიტიური ის რომ ნაბიჯები 94 ოჯახი გადარჩა საკუთარი სახლების გაყიდვას ბანკების მიერ და გარანტულად დადგა ასე ვთქვათ საქართველოს ხელისუფლება და იმ ადამიანებს პრობლემა მოუხსნა. ნელ-ნელა უნდა შემოვიდეს და გააფართოვოს ველი და ამ შემთხვევაში ბათუმელი იპოთეკარებიც და გონიველებიც და ყველა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ ამაზე ფიქრი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მესამე ნაწილმა ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ვარი ვთქვათ ხელშეკრულებით ურთიერთობებზე. როცა კერძო სუბიექტი მეორე კერძო სუბიექტთან გააფორმებს ხელშეკრულებას, ის უნდა ახსოვდეს. თუ ჩვენ ამაზე ვარს ვიტყვით, მაშინ ქვეყანა ძალიან აგვერება, თუმცა ეუბნებით იპოთეკარებს, რომ ვალი უნდა დაფარონ თავად და ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა. რა თქმა უნდა. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომს ასახელებენ პერიოდს სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ მე ასე ვთქვათ ცალსახა პასუხი, ერთნიშნულოვანი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, იმიტომ რომ თითეული ოჯახის თითეული ხელშეკრულება არის ზედმეტი გააქვთ ესე ვთქვათ, თქვენი მოსაზრება და კონკრეტული პასუხი, მაგრამ ურბან ამაზე ფაქტორად გამოწვევ თავსარიდებს. თავრობის გადასაწყვეტია, ისინი სწავლობენ ამ საკითხებს, დეტალურად სწავლობენ თითოეულ ხელშეკრულებას, რა მაქსიმუმი შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ თავრობა გამოვიდეს გარანტულად ბანკსა და იპოთეკარებს შორის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ხელისუფლება თავის არეალს გააფართოვებს და გადმოინაცვლებს ბათუმშიც და გონიველშიც და ყველგან. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ მაინც უნდა დაიცვათ ამ ადამიანის უფლებები ბატონმა, ამ ოჯახების უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას კვლავ და შესაბამისად უკვე რამდენიმე წელი გამოდის, რამოდენიმე წელია ისინი ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად ამბობენ, რომ ეს ცესხი კიდევ უფრო იზრდება. კარგით, რა დახურულ ნასადგურთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ აქციაზე, სადაც თქვენ ბრძანდებოდით თამარის დასახლებაში და საკუთარ კეთრი განცხადება გააკეთეთ. მოდი მოვისმინოთ თქვენი განცხადება ჯერ და შემდეგ დავიწყოთ საუბარი. ბატონო. ოდნავ დაყოვნებაა და გავუშენდეს ის რომ პლიაჟი დაიკარგოს, ცოტა ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს ასე ვთქვათ ლეგიტიმურ უფლებას და მე უფრო მოსახლეობის მხარეს ვიხრები, იმიტომ რომ მოსახლეობამ ამის შესახებ უნდა იცოდეს და მას მეტი ინფორმაცია უნდა ქონდეს. მე ვფიქრობ, რომ უფრო კომუნიკაციის პრობლემა მე ბუნებრივია, აუცილებლად გავაგზავნე მიწელს და მივიღებ პასუხს და მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობ ამის შესახებ. თქვენ თვით რომ აუცილებლად გაგზავნდით წერილს. და თქვით ასევე რომ იყო კომუნიკაციის პრობლემა, არ ქონდათ ნავსადგურის ესე ვთქვათ მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირება. იყავით თუ არა ინფორმირებული და რა პასუხი მიგდეთ და გაქვთ რა რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ? გაქვთ რა დღეს პასუხი? ამ შემთხვევაში უნდა დამჯეროთ და მე ნამდვილად ამ სახელმწიფო ობიექტის მშენებლობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, მოსახლეობამ დამირეკა, გავედი და წავიკითხე აბრა. ეხლა საქართველოს პარლამენტის წევრი არ არის ვალდებული რომ ყველა ასე ვთქვათ სახელმწიფო მშენებლობის შესახებ იცოდეს, მით უმეტეს რომ ეს რამდენადაც გავიგე სამხედრო დანიშნულების ობიექტია. ასე რომ ცოტა უცებ დეტალებში ვერ შევალ შიგნით. მე მოვამზადე დღეს წერილი, იმიტომ დეტალებში ვერ შევალ. თქვენ თქვით რომ ეხლა სამხედრო ობიექტის ირგვლივ ახლა ღია საჯარო საუბარს უნდა ვერიდოთ, იმიტომ რომ არსებობს კანონი ამის შესახებ არ ეგუძრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, თუმცა აბრაზე მიწერილი ასე ვთქვათ შინაარსი ძალიან მისაღები არ იყო ჩემთვის, ამიტომ მიუხედავად ამისა, ესე იგი მე ვამბობ, რომ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს ამის შესახებ, იმიტომ რომ ბენზეს დასახლება, ეს არის ქალაქში. დაახლოებით 20,000 ადამიანი ცხოვრობს, ერთადერთი ღია პლიაჟი, ასე ვთქვათ. გასაგებია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ამის შესახებ თქვენ არ იცოდით და არ არის ვალდებული მაჟორიტარი, თქვა გქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია. თუმცა მაშინ როცა მაგრამ ეს არ იყო. არა, ერთ წუთი შეიძლება. მაშინ როცა ბატონი ნორლანდი იმყოფებოდა აჭარაში და მას შემდეგ ფოთში იყო მისი ვიზიტი. ბატონ ღარიბაშვილთან ერთად მაშინ როცა ჯერ კიდევ პრემიერი არ იყო პრემიერი და იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. სწორედ მაშინ გააკეთა ამის შესახებ განცხადება და მაშინ ითქვა, რომ დახურული ნავსადგური აქ აშენდებოდა. და ტერიტორია და დეკლარირებით იყო, ესე ვთქვათ, გამყარებული. გასაგებია, მაგრამ მე ეს რო აშენდებოდა და საქართველოში ბევრი რამ აშენდება, გასაგებია, ჩემთვის ეს არის ცნობილი, მაგრამ კონკრეტულად იმ ადგილას თუ აშენდებოდა, მოსახლეობა კი არ არის წინააღმდეგი, რომ საქართველოს სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, სანაპირო დაცვის, ასე ვთქვათ, სამხედრო ნაწილი გააძლიეროსა და ააშენოს ახალი საინჟინრო, ასე ვთქვათ, ნაგებობები. ამის წინააღმდეგი არ არის, აქ ლაპარაკი არის, დაიხურება თუ არა ის სივრცე, რომელსაც იყენებს ბენზეს ეგრეთ წოდებული ბენზეს დასახლება. აი ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ამ ადამიანებთან უამრავი დამსვენებელი ჩამოდის. ეს დამსვენებელი ჩერდება იმ ტერიტორიაზე, ზუსტად იმ ლოკალურ წერტილში, იმიტომ რომ მათთვის იოლია, ასე ვთქვათ, იმ დასასვენებელ ადგილას გასვლა და იმ შემთხვევაში თუ აქ ჩვენ დავხურავთ ამ ტერიტორიას, მაშინ გამოდის რომ ისინი დამსვენებელს ვერ მიიღებენ, თითოეული ოჯახის ჯიბეზე ეს აისახება და მე დღეს გამამზადე უკვე ოფიციალურ წერილს,
შინარსი ეს არის მთავრობაში გასაგზავნილი წერილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოგზავნილი. იქ არის ძალიან ბევრი შეკითხვები დასმული და მთავრობა არის ვალდებული პასუხი გამცეს ამ შეკითხვებზე და როცა მე მომივა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, 2 კვირის განმავლობაში მე ბენზინის მოსახლეობას შევხვდები და გავარკვევი. მე დღევანდელი გადასახედიდან ღიად საჯაროდ ვამბობ, რომ სიმპათიები მიდის მოსახლეობის მხარეს, ეს არის კარგი, რომ აქტიურად ხარი აქტიურობს მოსახლეობა გამოდის და ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას. მე მიმაჩნია რომ ეკვატორიაში არის უამრავი ადგილი, იმიტომ რომ მოსახლეობას უნდა შეუთანხმდე სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხების მიზეზზე. თქვით რომ ეს არის ესე ვთქვათ დახურული სისტემა, მაინდა-მაინც არ გინდათ რომ ამ საკითხში შეიცვალოს შეხვიდეთ, როგორ უნდა მოიძიოს ინფორმაცია თავად მოსახლეობა, მან რა ვალდებულება აქვს ვთქვათ ამ შემთხვევაში რომ ეცნობოს ამჟამად თუ ეს დახურული ნავსადგურია ვთქვათ როგორ უნდა მოხდეს ამისი დახურული ნავსადგური ახლა შუა ქალაქში აგება და პლიაჟის წართფევის ასე სანაცვლოთა და მოსახლეობის დაჩაგვრვის ხარჯზე სახელმწიფო ასეთ შენებლობებს არ უნდა აკეთებდეს და მას პირდაპირ საჯაროდ ვაცხადებ. თუმცა მომივა მე ეს პასუხი, მე ანგარიში ვალდებული ვარ მოსახლეობის წინაშე, იმ მოსახლეობამ გამაგზავნა ხელისუფლებაში, იმათი დასმული ვარ მე. ხო მთავრობას არ მიიყვანი ვარ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში მიმიყვანა მოსახლეობამ და მოსახლეობასთან მე ვარ ანგარიშებს ინტერესებს დასაცავად. მე ძალიან ბევრი შეკითხვა დავსვი, ნუ ჩამყვებით რომ რა შეკითხვები დავსვი და ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა მომცეს მთავრობამ და მე გავაცნობ მოსახლეობას. თუ ვერ მიიღეთ ესეთ პასუხი, რომელსაც თქვენ ელოდებთ, უნდა დამიდასტუროს. მაშინ სტრატეგიული ობიექტია ბატონ მურმან და დეკლარაციით აღებულია ვალდებულება. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე ჩვენება რომ კვარიათიდან ვიდრე ვაკონტროლებთ ამ ეკვატორიას, შავი ზღვის ეკვატორიას, უამრავი ტერიტორიები, სადაც აი თუნდაც დაახლოებით 2 ასეული მეტრო რო გადმოვიდეთ ახლა, სადაც ეგრეთ წოდებული რკინიგზის ვაგზალი შენდება, არა, იმის წინ რომ ავაშენოთ, ადრე იყო ნაგებობა, იმის წინ რომ ავაშენოთ, იქ მოსახლეობა არ არის. აქ პირდაპირ მოსახლეობა, ასე ვთქვათ, ღია გაჭრილი სივრცეა, სადაც მოსახლეობა ადვილად გამოდის. დააკვირდით, იქეთ არის სასტუმრო, სადაც არავის არ უშვებენ. აქეთ არის უკვე მდინარე ჩამოდის ყოროლის წყალი და ეს ჩაკეტილი ადგილია, სადაც ბენზინის მოსახლეობა გამოდისა და უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, უფრო უნდა მივახვედროთ, მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეს, მეტად უნდა ველაპარაკოთ, მეტად უნდა დავარწმუნოთ, თუ სახელმწიფო ინტერესები, თუ სახელმწიფო ინტერესი არ არის, თუ სახელმწიფო ინტერესი არის, უნდა დაარწმუნოთ მოსახლეობას და მაინც უნდა აშენდეს. რა თქმა უნდა, მე ამის მომხრე ვარ. თუმცა თქვენ არ არის ისე შეუგნებელი, არ არის ის მოსახლეობა 1 ოქტომბერს ხო არ იყო შეუგნებელი. ხო გვინდოდა რომ იმ მოსახლეობას ხმა მოეცა ჩვენთვის და საქართველოს პარლამენტში ვისულყავით. ხო გვინდოდა რომ ხელისუფლება შეგვეცვალა. მაშინ ხო კარგი იყო. ესე იგი მაშინ ჭკვიანურად მოიქცა და ეხლა ცუდად იქცევა. დავარწმუნოთ მოქალაქეები, თუ ხელისუფლება დაამტკიცებს რომ ამ ტერიტორიის ათვისების გარეშე საქართველოს სახელმწიფო ინგრევა და იშლება, მაშინ მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული ბენზელი წყალებში გამოვა და იტყვის რომ აქ აშენდეს. მე ამაში რბად ვარ დარწმუნებული. ამიტომ მეტი კომუნიკაცია, მეტი მისვლა, მეტი საჯაროობა. მაგრამ წინამორბედში ხომ არ მოვდივართ ბატონო მურმან, თქვენ ამბობთ რომ მოსახლეობას აქვს ერთი გადასასვლელი, რითიც საზრდოობს, ესე ვთქვათ, ხო? ზაფხულის პერიოდში და ვთქვათ, ეს რჩება მიმზიდველ ტერიტორიად მათთვის და დამსვენებლებისთვისაც, რისთვისაც სჭირდებიან ვთქვათ ამ ოჯახებში და ამ ესე ვთქვათ საოჯახო ტიპის სასტუმროებში. თუ მაინც ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსახლეობის სასარგებლოდ, გამოდის რომ ეს ნაწილი მაინც ჩაიკეტება და მე არ ფიქრობ რომ მთლიან ათვისებას აწარმოებს ხელისუფლება ეს ნაგებობა. იმიტომ რომ მართალია შემოღობილია მთლიანად ეს პერიმეტრი. მაგრამ რაღაც პროექტით მე ჩვენ ამიტომ ძალიან ბევრი შეკითხვები დავსვი პროექტი უნდა ხომ არ იჩქარებს განცხადების გაკეთება მაშინ ბატონო მურმან. არავითარ როცა ერთი ადამიანი გამოდის იმ ერთ ადამიანსაც უნდა მოусმინო და როცა 2 ასეული, 3 ასეული, მაგ იყო 200-300 ადამიანი, როცა გამოდის და შეკითხვას სვამს, ჩვენ ვალდებული ვართ საქართველოს მთავრობის წევრები, ხელისუფლების წევრები, ვალდებული ვართ ამ მოსახლეობას ლეგიტიმურ შეკითხვაზე პასუხი გავცეთ. კარგია რომ უსმენთ, მაგრამ პასუხს ცემ? აუცილებლად. არ არსებობს, პირადად მე ვცემ. მე ვარ ერთი გაყოფილი 150 ხელისუფლების წევრი, პარლამენტის წევრი. მე ხო 150 წევრი არ ვარ, ერთი ვარ. არ არსებობს გასაგებია, მაგრამ თქვენ ბათუმმა აგერჩიათ. ბათუმმა ამირჩია, ამიტომ ბათუმელებთან ვარ ყველაზე უფრო ანგარიშვალდებული ვიდრე ხელისუფლებასთან. ამიტომ ბათუმელის დასმულ შეკითხვას მე პასუხი უნდა გავცე. დღეს მოვამზადე ეს წერილი, ეს არ არის ასე მარტივი, ასე წინადადებები ააწყო. ეს არის რთული ტექსტი, რთული წერილი, იმიტომ რომ აქ არის პროექცია ლაპარაკი, ცოტა გასამხედროებული ობიექტია, სანაპირო დაცვა, შინაგან საქმეთა სამინისტროა, ცოტა რთული სტრუქტურაა, ხო? მე დავსვი, ეს საკითხები შევისწავლე, ვაგზავნე წერილს ალბათ. ხვალე გავაგზავნე ალბათ წერილს, დღეს მოვამზადე უკვე ეს წერილი. ხვალე გავაგზავნე, სხვათა შორის სხვა ჩავთე, ანუ იურისტების ჯგუფი არის ჩართული, გავაგზავნე, პასუხი ალბათ 2 კვირაში მომივა და მე მოსახლეობას ვაცნობებ. ასე ბენზელებს უნდა მიმართო, რომ ყარად იდგნენ თავიანთ პოზიციაზე. იმედია ჩვენ ყოველ შემთხვევაში გვექნება ინფორმაცია პასუხის შესახებ, თქვენ რა პასუხს მიიღებთ ამ წერილთან დაკავშირებით. TV4-ს მოვუტან ამ წერილის პასუხს. ბატონ მურმან, თქვენ ეჭვარეში ყოფნა დაემთხვა ვთქვათ აი ამ აქციას
თუ გქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და სპეციალურად გამოსით ამ აქციაზე, იმიტომ რომ დღეს თუნდაც ისევ იპოთეკარების თემას რომ დაუბრუნდეთ, რომელიც უმაღლეს საბჭოს ეზოში იმართებოდა, თქვენი არ გამოჩენილა. ხომ არ იყო თქვა ეს ესეთი თემა, რომელიც თქვენთვისაც ხერხსაყრელი იყო, სადაც უკეთესი იყო თქვენი გამოჩენა. აი, როცა ხალხმრავლობა არის, ცოტა მიტინგებით ხო, ჩემი სული უფრო იქეთ მიდის. მიყვარს ეს ადამიანი. რას ნიშნავს ეს განცხადება, ბატონო მურმან? მიყვარს, იმიტომ რომ თუ იმასაც განვითვალისწინებთ, თქვენს მიერ წარდგენილმა დღეს მუშაობდი დილის 11 საათიდან ბათუმის მერიაში და დაახლოებით 50 ადამიანს შევხვდი. 50 განსხვავებული აზრი შემოვიდა. მთელი დღის განმავლობაში იქ მუშაობთ, როცა თქვენ დამირეკეთ უკვე სადღაც შუადღე გადასული იყო და მე წამოვედი მერიდან, ასე დღეს მე მუშაობდი. ვინმეს რო დაერეკა, რომ ჩემი მისვლა იქ აუცილებლობას წარმოადგენდა, ბუნებრივია აუცილებლად მივიდოდი. თუმცა იქ არის ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანები. თამარის დასახლებიდან დაგირეკეს, ბატონო. თამარის დასახლებიდან დამირეკეს, რამდენიმე განსხვავებულ მოქალაქედ დამირეკა, რომ 1 საათით ადრე რომ საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით, რაღაცა პრობლემა არისა და მე გავედი, საერთოდ არ ვიცოდი და გავედი და მე მაჩვენეს აბრა, მე დამათვალიერებინეს ის ტერიტორია, ნამდვილად უმაღლეს საბჭოდანაც არ ყოფილა, არც უმაღლეს საბჭოს წევრებს არ დაურეკიათ ჩემთვის. უნდა გითხრათ, რომ ეს აქციები, იპოთეკარების აქციები პერმანენტულ ხასიათს ატარებსა და რას ნიშნავს, უკვე მიჩვეული ხართ ამ აქციებს და შესაბამისად არ უნდა მივიდეთ. ეთყობა, რომ ისინი არ თვლიან, რომ მე ამ საქმეში ჩავერიოთ. თუმცა საკითხი პრემიერ-მინისტრის დონეზეც არის დასმული და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს. ბატონო, თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სული უფრო მიიწევს იქეთკენ, სადაც 300 ადამიანი უფრო იკრიბება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თქვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა, ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს საჭარის რაიონებში, ესე ვთქვათ, მოუგეს და მუდმივად არის საუბარი თქვენსა და მთავრობის, საჭარის მთავრობის თავმჯდომარის შორის არსებულ, ესე ვთქვათ, უთანხმოებაზე, რომ ვთქვათ, გურამ სალაძის დაკავების ფაქტი, როცა მკვეთრი განცხადება გააკეთეთ, ჩვენ შეგვიძლია ეს ინტერვიუ მოვისმინოთ ახლა პირდაპირ ეთერში. თუ არსებობს დაპირისპირება თქვენსა და კოალიციაში არსებულ შემოვალ ძალებს შორის, ამაზე პასუხი არ მოგგენებთ, ახლა ნახოთ განცხადება, რომელიც თქვენ, ესე ვთქვათ, ბატონ გურამ სალაძის დაკავების დროს გააკეთეთ. ბატონო. არ ვარგა ეს მეთოდი გამოგვილია და მეთოდმა დაასრულა არსებობა და დაასრულებს ამ შემთხვევაშიც. მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, არსებობს წესი, არსებობს ფორმა. ბატონო მურმან, მე რა და ჯერჯერობით არ აწყობ შენთან დანომრილი პულის მოწანა და ხვალ როცა დაჭირდება ოპოზიციაში ვარ წასული. არავის არ ავედით ოპოზიციაში, თუ რა შვებით გავიგე. სადავართ არ ვიცით. რატომ გაგიღიმათ ბატონო მურმან? ქალბატონ მედიამ დასვა კითხვა ოპოზიციაში ვართო და გადადიხართ ოპოზიციაში. ეს სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეა, ის უნდა დაემორჩილოს სახელმწიფოს კანონებს. კანონი ვარგა თუ არა, ეს არის მეორე მხარე. თუ არ ვარგა, პარლამენტარები იმისთვის ვართ, რომ ეს კანონი შევცვალოთ. რა კანონებიც არის, იმ კანონს უნდა დავემორჩილოთ. ეხლა სალაძის შემთხვევაში მე სალაძის დაკავება კი არ გავაპროტესტე, დაკავების ფორმა გავაპროტესტე. რას ნიშნავს? დამირეკეს დილის სადღაც 9 საათის მიდამოში, რომ გადაკეტილია ქუჩაო, ეს არქივის მიმდებარე ტერიტორია, არის უამრავი მანქანა, უამრავი რაღაც სპეცრაზმი, გადაცმულები და სალაძის აყვალის პროცესი მიმდინარეობდა. რომ მივედი, ნამდვილად დავწმუნდი, რომ ის სატელეფონო ზარი, რომელიც ეს რას ნიშნავდა თქვენთან სატელეფონო ზარი, რაღაც ერთგვარად ხსნელის მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა გაუწიოს პროვოცირება ქრთამისაღებას. ესე იგი, თუ შენ მოგიჩენენ ადამიანს, რომ აი 3 თვის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში დაგიმეგობრდება, დაგიამხანაგდება, მე რა ჩანაწერებს გააკეთებს, რაღაც მეჩვენება, რომ ეს უფრო პროვოცირებული ნაწილია, ვიდრე სახელმწიფოსგან. მე არ მომწონს, ამას აკეთებდა სააკაშვილი, ამას აკეთებდა სპატაშოვილი. სწორედ ამ კადრებში ამბობდა, რომ ჯერ თქვენთან არ დაჭირვებიათ, თორემ იგივეს თქვენ მისევერთაც გააკეთებენო. ქრთამისაღებაო და ანუ თქვენც გააქვთ ამის საშიშროება, რომ იგივე შეიძლება თქვენთან იგივეს საფრთხილდეს. იგივეს ვერ გაკეთებით სახელმწიფო რას გააკეთებს ეს არის მისი გადასაწყვეტი, მაგრამ მე როგორ მოიქცევი, მე რო სახელმწიფო ვიყო და მე რომ მქონდეს ამის ძალა, მე მომბობ რომ პროვოცირება არ არის საჭირო. პრევენცია მეთოდებს იწვევთ, ბატონო მურმან, თქვენთან სახელმწიფო წარმომადგენლები ძანდებით და მთავრობის, რომელიც მე ვიცნობ აყვანის მეთოდებს. ასე აიყვანეს ლევან ლურთქიფანიძეც, რომელიც იყო ხელვაჭაურის რაიონის კადრებელი, გახსოვთ ალყის შემორტყმა შენობაზე, ესე კიბეების ჩაკეტვა, სამსახურის გაჩერება, მე ამ ადამიანის ციხეში გამწესება და მე სასამართლო პროცესები და მე გამართლება. არ ვარგა. პრევენცია გავაკეთოთ. პირიქით მეტი ვიმუშაოთ ადამიანებზე, მეტად დავარწმუნოთ, რომ ისინი ვალდებული არიან დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებსა და ამდაგვარად გააგრძელონ მუშაობა. თორემ ეხლა თუ შენ გინდა არ გინდა კაცა ავალდებულებ, რომ მოდი დამიამხანაგდი, მოდი მე რაღაც ყალბიცნობა უნდა მოგცე, მოდი გესმის და თვითონ აყვანის ფორმა გავაპროტესტე და არა ვთქვათ მიზეზი, რისთვისაც აიყვანეს.
აყვანა უფრო მარტივად შეიძლება. მე მაგალითად ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, ერთი სატელეფონო ზარი საკმარისია, რომ ამ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაწესებულების ხელმძღვანელი გამოიყვანოს შენ და უკმაყოფილებას იწვევს ფაქტია თქვენში ეს ფაქტები თქვენთან დაკავშირებით, გასალაძესთან დაკავშირებით, არჩევნების თემას რომ დაუბრუნდეთ. თქვენ წარადგინეთ დამოუკიდებელი კანდიდატები, ესე ვთქვათ და თქვენს მიერ მოხდა მათი წარდგენა, რომლებმაც მოუგეს, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების მიერ წარდგენულ კანდიდატებს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. რატომ არ ჩასვეს თქვენს მიერ შეთავაზებული კანდიდატები? უნდა გითხრათ რომ აი ახლა ამ შემთხვევაში რაც ხდება განსაკუთრებით ამ 15 ივნისის არჩევნებისათვის უფრო მეჩვენება რომ ის ადამიანები რომლებიც ასე ვთქვათ ნამდვილ ქართულ ოცნებას წარმოადგენდნენ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ადამიანები რომლებიც გაბედულად იბრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ისინი ცოტა მიაჩოჩეს გვერდზე და ზოგიერთ რაიონებში უფრო მეტად და ჩაანაცვლეს ახალი ხალხით და ეს ახალი ხალხი 1 ოქტომბერამდე არა ახალი ხალხია მე მიმაჩნია რომ ბათუმის შედეგი დადგა იმიტომ რომ შეკითხვები გაჩნდა აი ის შეკითხვა რაც ახლა თქვენ დამისვით შეკითხვები მის მიმართაც გაჩნდა ვის მიმართ არ დაისმებოდა ბატონო მან შეკითხვები თქვენი კანდიდატურა ვინ იყო ქალაქის მერის შემთხვევაში მაგას მე ვერ გეტყვით ჩემი კანდიდატურა იყო უამრავი კანდიდატურა მათ შორის გია ერმაკოვის კანდიდატურაც განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა მე ნენელა დაპატარავდა ეს კანდიდატურების რაოდენობა და საკუთრებით თქვენ შორის იყო გია ერმაკოვის კანდიდატურასთან შეთანხმება პრაქტიკულად გადაწყვეტილება არა რა თქმა უნდა როცა უკვე კოალიცია მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენ მომხრე ვართ მაგრამ გია ერმაკოვი არ იყო ერთადერთი ალტერნატივა თქვათ ქალაქის მერობისა ვინ მოიაზრებოდა კიდევ არა გვარებს ვერ დავასახელებ იმიტომ რომ გვარებს საბოლოო გადაწყვეტილება თავიდან შევთანხმდით კოალიციის საბჭოზე რომ გადაწყვეტილებას ქალაქის მერებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხისმგებლობას ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას აიღებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და მან აიღო სწორედ პასუხისმგებლობა თუმცა გია ერმაკოვი როცა ოფიციალურად დასახელდა ბათუმის მერობის კანდიდატად ქართულ ოცნებაში შიგნით პოლიტიკურ ორგანიზაციაში იმ ორგანიზაციაში რომელმაც 1 ოქტომბერი შვა ბათუმში და მთლიანად აჭარაში და მისი გაფართოება მთლიანად საქართველოს მასშტაბით არა ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ იყო გია ერმაკოვის მიმართ და მე მგონია რომ ის შედეგი რა შედეგიც დადგა ესეც არის არჩევნებს ჩემონათი არიგებს 51 თვეები იყო მაგალითად პატარაია ამ შემთხვევაში იქნებოდა მე ვფიქრობ რომ პირველსავე ტურში დასრულდებოდა ყველაფერი იმიტომ რომ ეს იყო თქვენი წარდგენილი კანდიდატურა, რომელზეც თვეების განმავლობაში საუბრობდნენ. თუმცა რამდენიმე მას უბირებდა მორმანდუმბაძე. ბატონო, იმიტომ რომ პატარაიასთან ასე შეკითხვა, რომელიც თქვენ დამისვით არ დაისმებდა. იმიტომ რომ არის ბუნდოვანია, წარსული არის ბუნდოვანი, იმიტომ რომ იმ დროს 1 ოქტომბრის როცა გადამწყვეტი ბრძოლა იყო რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ხო არ იყო ბრძოლა თანაბარ პირობებში, ეს ხო არ იყო ბრძოლა კონკურენციული. ეს იყო ომი იყო. ხელისუფლებაში ან მოდიოდი, ან მიდიოდი ციხეში. ამ დროს როცა ადამიანი დუმს და როცა მას სახელმწიფო თანამდებობა უჭირავს, შესაძლებელია შეკითხვები დაგესვათ. ბოლო წლებში არ ეჭირა თანამდებობა ბატონო. არა, ამაზე არა ლაპარაკი. ეს ხო მარტო სამეურნეო საქმიანობა არ არის. ეს ხო პოლიტიკური თანამდებობა პირდაპირ წესით მიდიხარ ქალაქის მერად, უზარმაზარი ქალაქის მერად. პოლიტიკური თანამდებობაცაა, ანუ პოლიტიკური ფიგურაც უნდა იყო და პოლიტიკური განცხადება თუ არ გაქვს ერთხელ მაინც გაკეთებული. მაგალითად 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით, როცა 5 ადამიანი ჩემს გვერდზე, ჩემს ირგვლივ რამდენიმე მეტროში სააკაშვილმა მოკლა, ჩაცხრილა. აი ამის მიმართ პროტესტი გამოგითქვამს. თუ არ გამოგითქვამს, ბუნებრივია ის შეკითხვა, რაც თქვენ დასვამს ქართული ოცნების წევრით. ამიტომ ვამბობ, რომ თვითონ ქართულ ოცნებაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ იყო, მაგრამ კოალიცია მიიღო გადაწყვეტილება. მე შემიძლია დღესვე მიულოცო მას ქალაქის მერობა ის მოიგებს. კიდევ კარგი, რომ მეორე ტურში, მეორე ადგილზე გავიდა ნაციონალური მოძრაობის წევრი. განსხვავებით ხულოსაგან. ხულოში ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. აი მე ხულოელებს ვუწონებ ამ არჩევანს. ოჯახ რომ კარგად მუშაობენ. არ არის აუცილებელი რომ მთავრობა შეთავაზოს კანდიდატურა და მოსახლეობამ უპირობოდ მიიღოს. მას მისი აზრი უნდა კონდეს და ბატონო, თქვენ ახლა საუბრობთ არა როგორც ესე ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ ჩვეულებრივი ოპოზიციონერი, რომელიც წლების წინ ჩვენ გვახსოვს. მე ახლა ვსაუბრობ დემოკრატიაზე, მე ახლა ვსაუბრობ პლურალიზმზე, მე ახლა ვსაუბრობ კონკურენციაზე. ეს მიყვარს. ჩემი ამოცანა ეს არის, ეს განვავითარო. კონკურენცია განვავითარო. არ არის აუცილებელი მე რო დავასახელებ თქვა თავრობის წევრმა რატომ უნდა აირჩიოს ხულელმა თქვენ ნეპოტიზმში ხშირად გადანაშაულებენ და შესაბამისად ძალიან ხშირად ისმის ამის შესახებ პრეტენზიები. სწორედ ამის გამო გვახსოვს ჩვენ რომ ითქვა ძალიან ხშირად საუბრობდნენ ამაზე რომ მურმან დუმბაძის კლანი, მურმან დუმბაძის ფრთა და აიხლა უკვე მეგობრებიც ასევე ძალიან ხშირად სახელდებოდნენ. ამის გამო ხომ არ მოხდა ის რომ თქვენს მიერ წარდგენილი სია და კანდიდატურები ქართულმა ოცნებამ ამჯერად არ მიიღო და თქვენ შეთავაზებაზე თქვა უარი.
არა, ეს არაფერ კავშირში არ არის და მაგასთან დაკავშირებით მე სხვათა რა არის კავშირში შორის ნეპოტიზმთან დაკავშირებით მე ოფიციალური განცხადება გავაკეთე, აბსოლუტურად ტყუილია. აბსოლუტურად ტყუილი. ცოლი უშევარია. ნეპოტიზმი რას ნიშნავს? ნეპოტიზმი არის ადამიანის დაწინაურება სანათესავო ნიშნით, რომელიც არ ეკუთვნის მას. ხო, ეს არის ნეპოტიზმი. ეხლა ცოლი არის უშევარი. შემიძლია ცოლი დავასახო თქვა. მე რომ მოვიდო წავიდეთ, რას ნიშნავს ნეპოტიზმი? შვილი არის დაუსაქმებელი, ერთი შვილი. ამ შვილს ცოლი ყავს, ის ცოლი არის დაუსაქმებელი. მეორე შვილი არის დაუსაქმებელი, იმას ქმარი ყავს, ის ქმარი არის დაუსაქმებელი. შენ ძმა არის დაუსაქმებელი. ეს არის ნეპოტიზმი. არა, დიშვილები ასე შემდეგ, ესენი არა? გიორგი გორაძე, რომელიც მუშაობს უბანოს საბჭოში, თქვენ ნახეთ სახელმწიფო ტერორიზმი ფილმი. 26 მაისს მისი გადაღებულია. გოგა ხაინდრავამ მას მოსთხოვა დოკუმენტური მასალა ოფიციალური. მას მისი წილი აქვს შეტანილი. ეს რას ნიშნავს? ანუ ვინ წილი შეიტანა სახელმწიფოს რეჟიმის წინააღმდეგ ვინც იბრძოლა? რეჟიმის წინააღმდეგ ვინც იბრძოლა? გვერდით ვინც იდგა? ეხლა მე როგორ უნდა განვასხვავო? ეს არის ჩემი ბიძაშვილი თუ ჩემი თანამებრძოლი არა ბიძაშვილი? ეკუთვნის რეკომენდაციას მივცემ. თუ არ ეკუთვნის და მე მას ვერ ვცნობ, ეს მოსახლეობამ ცუდად გაიგო. ადამიანს, რომელსაც ვერ იცნობ, რანაირად ვიცემ რეკომენდაციას. ანუ ის ადამიანი, რომელიც აი მაგალითად იმედზე იყო ასეთი გადაცემა. გასაგებია, ვერ ცნობ რას ნიშნავს ბატონო, თქვენ უნდა იცნობდეთ მას აუცილებლად პირადად, თქვენთვის არ არის საკმარისი რეკომენდაციის გაწევა. მისი ეს ეგრეთ წოდებული CV, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაიკავოს, ხელში წაიკითხოს, მოეწონოს მისი, ესე ვთქვათ, განვლილი სამუშაო გამოცდილება იქნება ეს თუ გადადგმული ნაბიჯები და შესაბამისად ამის მიხედვით საქმეს და აიყვანოს სამსახურს. თქვენ ამას გამორიცხავთ? არა, მე არაფერს არ გამორიცხავ. მე ვამბობ, რეკომენდაციის გაწევა არ ნიშნავს სამუშაოზე ადამიანის მოწყობა. გასაგებია ბატონო, მაგრამ თქვენ ამბობთ ადამიანს თუ არ ნიშნავს სამუშაოზე, ესე ვთქვათ, დანიშნა, დაწინაურება მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლების და გამოცდილების და ოპოზიციაში ყოფნით უნდა განსაზღვრებოდეს? ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ეხლა ბარაკ ობამა რო დამარცხდა ამერიკაში და ვთქვათ მოვიდა მეორე პარტია. იმ პარტიის ხალხს არ დანიშნავენ? აი მაგალითად იმედზე იყო ეს წინადადება მინდა რომ დავამთავრო სანაიას გადაცემა და ნეპოტიზმზე ილაპარაკა მე და განსაკუთრებით ბატონ პრემიერის ნათესავებზე ილაპარაკა აი გიორგი რა ქვია ამ სანაიას ვახო სანაია ტელევიზიაში როგორ მოხვდა მე გეტყვით როგორ მოხდა გიორგი სანაია რომელიც იყო ბრწყინვალე ჟურნალისტი ბრწყინვალე ადამიანი ვიცნობდი მე მას ის გარდაიცვალა და მე მიიყვანეს ვახო სანაია ტელევიზიაში გახსოვთ თქვენ მაშინ პატარა იქნებით ეს არის 15 წელი ანუ ნეპოტიზმი არ არის ესა რომ თუ ვახო სანაიამ შეძლო ჟურნალისტობა ნეპოტიზმი ვერ დაგეთახოთ ეს არ არის ბატონო მურმან ნეპოტიზმი შესაბამისად მაშინ როცა გიორგი სანაია ესე ვთქვა დაიღუპა და ვიცით ამის შესახებ ყველა და ძმა უნდა მიიღო არა ის იყო ძალიან პატარა მაშინ არც იყო ჟურნალისტები და შესაბამისად მან მიიღო რაღაც გამოცდილება გახდა ჟურნალისტი იმიტომ გახდა ჟურნალისტი იმიტომ გახდა ჟურნალისტი რომ ის იყო გიორგი სანაიას ასე ამაზე უნდა შევთანხმოთ მოკლედ თქვენ უნდა ჩამომითვალოთ ადამიანს და პოლიტიკა ალბათ განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ერთი როცა თქვა სანათესაოზე მიდგება საქმე ეს ერთი და მეორე ის რომ მე ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ მაშინ როცა ვთქვათ ვახო სანაია იყო ეს რა ქვია პატარა, ასე ვთქვათ, და არ იყო ის ჟურნალისტი, ალბათ იყო სკოლის მოსწავლე იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ძალიან პატარა იყო მაშინ როცა გიორგი დაიღუპა. როცა გიორგი დაიღუპა, ვახო სანაია წელიწად ნახევარში უკვე ჟურნალისტი გახდა, მიიყვანეს ტელევიზიაში, დააწყებინეს მუშაობა, მას სპეციალური ასე ვთქვათ, ცოდნა მიანიჭეს, იმიტომ რომ იმუშავეს მასზე და არის მშვენიერი ჟურნალისტი. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ რაღაცა ადამიანებზე მოქმედებს, ნათესავიც მოქმედებს, ახლობელიც მოქმედებს, თანაგუნდელიც მოქმედებს, მაგრამ როცა ნეპოტიზმზე ვლაპარაკობთ, კონკრეტულად უნდა დაასახლოთ ადამიანი, რომელიც მოცემულ სამუშაო ადგილს იჭერს და ის არის არაკომპეტენტური. ამას თუ დამისახელებენ, მაშინ მე ვაღიარებ, რომ ეს არის ნეპოტიზმი. ადამიანმა თუ საკუთარი შრომით, საკუთარი გარჯით, საკუთარი სამუშაო ადგილი მოიპოვა და ჩემი ნათესავი აღმოჩნდა. გასაგებია, მაგრამ მაშინ როცა გვაქვს კონკურსის წესი, გვაქვს ატესტაციები, გვაქვს ტესტირებები, როცა საჯარო მოხელეები უნდა ინიშნებოდნენ გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე ამ თემაზე საუბარი პრინციპში გამოდის, რომ მაინც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს იმ კონკურსებს, რომელიც ცხადდება და რომელიც სრულიად გეთანხმებით. სრულიად გეთანხმებით. კონკურსი აი გეთანხმებით იმაში, რომ საჯარო სამსახურის მოპოვება უნდა მოხდეს კონკურსის წესით.
და ბუნებრივია, ჩემი ნათესავი თუ ვინმე არის საჯარო სამსახურში, თუმცა გვარებს ვერ ასახელებთ, აი მაგალითად გიორგი ვახოსანაია მეთქვა, რომ მურმა დუმბაძის მამიდაშვილი მუშაობს და არ მყავს მამიდაშვილი უმაღლეს საბჭოში ტყუილია. მისი რძალი მუშაობს და დააწყებინა მუშაობა უმაღლეს. ჩემი რძალი, ძმის ცოლი, უმაღლეს საბჭოში მუშაობს 2004 წლიდან. არის ის ინფორმაცია არ აქვს და მე ხო შემიძლია ვედაო აი სასამართლოს მიმართოთ ანუ მოდი ამ საკითხს შევთანხმდით ეს არის ტყუილი აგორებული ჭორი არავით არის ჩემი ნათესაობა ხელისუფლებაში დასაქმებული არის გასაგებია დიდი მადლობა რომ დაუბრუნდეთ ისევ თქვათ აი ამ თემას თქვენ ამბობთ რომ თქვენი რძალი 2004 წლიდან იყო დასაქმებული შესაბამისად თქვენ ახსენეთ ერმაკოვი რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება 2007 წელს და 26 მაისთან დაკავშირებით მაშინ თქვენი რძალიც ესე ვთქვათ გამოდის რომ მუშაობდა უმაღლეს საბჭოში როცა წინა ხელისუფლება მართავდა ესე ვთქვათ რეგიონს ამ შემთხვევაში და იყო საკანონმდებლო ორგანოში და მუშაობდა მას არ დაუფიქსირებია პროტესტი თუმცა ეს ახლა მუშაობს იქ ამ შემთხვევაში ეს თემა ძალიან ინტერესებია თუმცა ეს რძალი გააგდეს სამსახურიდან ნაციონალობა 2000 წელს მე მთელი 2004 წლიდან 2010 წლამდე ძალიან დიდი დროა იმუშავა კი ბატონო მე მაგალითად რეკომენდაცია აი გიორგი ერმაკოვი ხო იყო იმაში რა ქვია მერობის კანდიდატების სიაში ჩემ რძალს მერობის კანდიდატების სიაში არასდროს არ ჩავწერე გესმით? აი ეს არის სხვაობა. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური თანამდებობაა. ეს არ არის მარტო სამეურნეო თანამდებობა, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა და მე ვამბობ, რომ არჩევნებს შემონათი არ იგებს 51%. არჩევნებს იგებს 1%. ეს 1% დაგვაკვდა ჩვენ და დაგვაკვდა სწორედ იმის გამო, რომ 1 ოქტომბრამდე ეს შეკითხვები ისმება შიგრით ქართულ ოცნებაშიც. აი ამის თქვა მინდა. თუმცა მე უნდა მიულოცო მას გამარჯვება, იმიტომ რომ გარანტიას გაძლევთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ერმაკოვი უახლოეს ორ კვირაში გახდება ქალაქის მერი ოფიციალურად. ბატონო მურმან, რომ დავუბრუნდეთ სიას და სიის საკითხს. თქვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები, ესე ვთქვათ, არიან უკვე გამარჯვებულები, თუმცა თქვენ საინტერესო თემაა. ხო, რატომ? საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ეს არ გამიკეთებია უჩუმრად, დამალულად, მალულად, ინტრიგნულად. მე ოფიციალურად ქართული ოცნების ცენტრალური ოფისი გავაფრთხილე, რომ იმ შემთხვევაში თუ მოცემულ ტერიტორიებზე ამ კანდიდატურებს დატოვებდნენ, მაშინ გარდაუვალი იყო ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, წევრის გამარჯვება, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვება. მე ნამდვილად დავასახელე, ვადასტურებ ხულოშიც, ქედაშიც, რამდენიმე ტერიტორიაზე ნამდვილად დავასახელეთ ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად დაასახელა დამოუკიდებელი კანდიდატი და ბედნიერი ვარო. აქ არის ნათესაობის კავშირი, რომელიც ნათესაობა რა შუაშია, თუ ნათესაობა. აი, ნახეთ, თქვენს თავს ეწინააღმდეგებთ. თქვენ ხო ამბობთ, რომ კონკურენციული უნდა იყოს. ნათესავი კონკურენციის გარეშე ხო ვერ მოიგებდა. ორი კაცი ხო არის დასაქმებული, ათასობით და დუმბაძე არის თუ არა ნათესავი ხა გამახსოვს. კი, არის ნათესავი ჩემი ბიძაშვილი. აი მუშაობს ქალაქის მერიაში. სად? ბატონო ავტოტრანსპორტში. ამასთან დაკავშირებით მე როგორც მახსოვს, ბატონ მარცელ ხაბაძემაც გააკეთა განცხადება, რომ ორივეს ნათესავი არის, ხო? თუ არ ვწდები ბატონობაძის შესაბამისად, ქონია ხო საქმე იმასთან, რომ არის თქვენი ნათესავი. მაგრამ რა ვითარი რეკომენდაცია, საერთოდ არ ვიცოდი თუ პაატა დუმბაძე მონაწილეობდა, აი უნდა დამიჯეროთ რა. რანაირად უნდა დავამტკიცე ესა. მე ხო არა ვარ ვალდებული, რომ ჩემი უდანაშაულობა ვამტკიცო. მე გეუბნებთ, რომ როცა გაიმარჯვა, როცა ამ ბავშვმა ეს ადამიანები რომლებსაც იბრძოლეს, რომლებსაც თქვა პოლიტიკური წარსული ქონდა მხოლოდ თქვა თქვენს ირგვლივ და 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ და ასე შემდეგ. არა, თქვენ არასწორ უტრირებას აკეთებთ. რატო ბატონო მე გეუბნები ჩვენსაც ერში განაცხადა ქალბატონ მედევასაძესთან დაკავშირებით მე ამასთან დაკავშირებით დაგისვამთ კითხვას, მაგრამ როცა ქონდა ამაზე საუბარი, მან თქვა რომ ის გადადგება თუ არა თქვა თანამდებობიდან დაკავებული პოსტიდან, მან თქვა რომ შესაბამისად მედევასაძე მთელი წლების განმავლობაში იყო ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესებში, იყო ოპოზიციაში და ეს გამორიცხული იყო თქვათ. მას ჰქონდა ესეთი პოზიცია, რომ სწორედ ეს უფასდება მას და ამის გამო ვერ მოხდება მისი გადაყენება. პოლიტიკური თანამდებობა, პოლიტიკაში თუ არ მონაწილეობდი, პოლიტიკურ თანამდებობას როგორ მოიპოვებ? უმაღლესი საბჭოს წევრობა, რეგლამენტით და სტატუსით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა. გასაგებია, მაგრამ თუ შეცდომას თუ პოლიტიკაში ვერ იქნებოდა მედევასაძე, ვერ ჩავწერდით ამ სიაში. პოლიტიკაში უნდა ყოფილიყო. ის პოლიტიკაში დღეს კი არ მოვიდა. პოლიტიკაში არის 70-იანი წლებიდან, 80-იანი წლებიდან, 90-იანი წლებიდან, 2000 წლებიდან. განსაზღვრელი ბატონო მურმან. შესაძლოა იყოს წლების განმავლობაში ადამიანი თქვათ პოლიტიკურად აქტიურ და ჩართული, მაგრამ თქვათ მოუვიდა შეცდომა მას, აღიარა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, ან მოხდა მის მიართ, ესე თქვათ, კაცრი ღონისძიების გატარება. ამას გამორიცხავთ თქვენ?
არა, შეცდომა ყველას მოდის, მათ შორის ჟურნალისტსაც მოდის. კარგი თემა წამოწიეთ. მედიავასაზესთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ დღეს პროკურატურამ თუ 25 არხმა ახლა Facebook-ზე გითხულობდი, როცა მოვედი, ოფიციალური ვერსია დადო, იმიტომ რომ ჟურნალისტმა შეიტანა მედიას წინააღმდეგ პროკურატურაში მასალები, რომ უფლებამოსილების, ასე ვთქვათ, სამსახურებრივ უფლებამოსილებაზე ასე ზემოქმედების მოხდენას აპირებდა მედიავასაძე და იყო თუ არა მუქარა ამაზე მასალები შეტანილი პროკურატურაში. არა. მე ნუ მეკითხებთ ახლა გიპასუხებდი. პროკურატურამ ოფიციალური ვერსია დადო, რომ არავითარი მუქარა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა და არავითარი სამსახურის ასე ვთქვათ უფლებამოსილების მოვალეობაზე, მოვალეობის შესრულებაზე არავითარი ზეწოლა არ მოხდა მედიავასაძე. ანუ პროკურატურას უნდა ვენდოთ და დაპირებს უფრო მაღალ ინსტანციაში კიდევ რომ დავაკონკრეტოთ, მაშინ ბატონურმან დღევანდელი გადაწყვეტილების ეს ერთი და ესე იგი ამ ინსტანციას პროკურატურის ამ ვერსიას არ თანხმობა. პროკურატურაში აპირებს. კი ბატონო, უნდა შეიტანო, უნდა იქცეოს. მაგრამ თქვენ როგორ თვლით ბატონურმან, იყო თუ არა ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა? არა, მე ვფიქრობ არ იყო. შეკითხვის დასმის უფლება აქვს საქართველოს, ჩემთვის უფლებები არ არის მთავარი. ჩემთვის შეკითხვის დასმის უფლება ბატონურმან. შეკითხვის დასმის უფლება პოლიტიკოსსაც აქვს. არა მარტო ჟურნალისტის რომ შეკითხვა დასმის უფლება სატელეფონო ზარით და თქვა მიღრა მოხრის დაწუნებით. შეიძლება პრივატულ საუბარში ასეთი შეკითხვაც დაისვას. მე რა მოხდა? აი, როცა თქვენ მტკიცებულებად ღებულობთ ავტობუსში გაგონილ მონაჭორს, მე შემიძლია თქვენც დაგესვათ, რომ თქვენზეც ავტობუსში ასეთი რამ გავიგონე, დავიჯერო ეს მტკიცებულებად მივიღო, ეს იყო შეკითხვის არსი და არა ზეწოლა, გესმით? და პროკურატურამ ოფიციალური ვერსია დადო და რატო გინდათ რომ არ დაუჯეროთ ამ პროკურატურას? ესე იგი, ჩვენ რომ მე რომ ვთქვა რომ სასამართლოს არ ვენდობი, თქვენ მეთქვით რომ იცით რა სხვანაირად ფიქრობთ და როცა თქვენ ამბობთ რომ სასამართლოს და პროკურატურას ამ ვერსიას არ ვენდობი, მე არ ვიფიქრო სხვანაირად. ბატონო მურმან, მოდი ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ და კვლავ მედიავასაძის და ჟურნალისტის თემით დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ასე რომ არ გადარცოთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, ჩვენი სტუმარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და განვაგრძობთ საუბარს ბატონო მურმან. გავაგრძელოთ კვლავ ქალბატონ მედიავასაძესთან დაკავშირებული თემა და ჟურნალისტთან დაპირისპირება. კიდევ კარგი რომ ეს ფაქტი მოხდა, ხო? რატო? ტელევიზიებს მოგეცათ სალაპარაკო. არა, ეს არის ფაქტი, რომელიც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ინციდენტი არა მოწურულა. ვარ, შფოთის მომხრე, პოლემიკის მომხრე ვარ. უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით, ბატონო მურმან, არაერთი, ესე ვთქვათ, უკმაყოფილება ყოფილა, გვახსოვს ამოწურული თემები, იგივე ვთქვათ, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან და ახლა მოგცემ საშუალებას უბრალოდ უნდა დავსვა შეკითხვა. თქვენ განსაკუთრებულ მფარველობაშიც, ესე ვთქვათ, ხართ შემჩნეული უმაღლესი საბჭოს და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც იცავთ უმაღლეს საბჭოს რეპუტაციასაც, ვთქვათ, დეპუტატებსაც, მათთან ერთად პოლიტიკური წარსული თქვენ ვიცით რომ ძალიან დიდი ხანია რაც გააკავშირებთ, მაგრამ ეხლა ეს შემთხვევა რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს და ჟურნალისტს, თქვენ თუ თვლით რომ ეს ზარი იყო დისკრიმინაციული? მე არ ვთვლი, ეს იყო პრივატული საუბარი. ქალბატონმა მედიავასაძემ გამოაქვეყნა ღია წერილი, ოფიციალური წერილი, საერთოდ 15 გვერდიანი და მას მოაყოლა 300 გვერდიანი ტანართი. გააგზავნა უფლებადამცველ დაცვით ორგანიზაციებში, ომბუდსმენთან, სხვა ორგანიზაციებში. იმიტომ რომ უამრავი ფაქტი მოიყვანა, რომ მათ შორის ურთიერთობა, ანუ ამ ჟურნალისტსა და ქალბატონ მედიავასაძეს შორის ურთიერთობა არ არის დაწყებული ამ ზარის შემდეგ. რას ნიშნავს არ არის დაწყებული? უნდა გითხრათ რომ მე არ მინდა რომ მე რომ მქონდეს რწმუნება იმ ადამიანისგან ვიზეც მინდა ეხლა გავაკეთო, მაგრამ გვარს არ დავასახელებ. 25 არხზე მუშაობს ადამიანი, რომელსაც საკმაოდ კარგ პატივს ვცემ, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ძალიან. თუ ამბობთ, უნდა თქვათ ბატონო მურმან. არ ვიტყვი, იმიტომ რომ თუ მეტყვის რომ ჯაბა ანანძეზე ამბობთ? არა. უფრო მთავარი იდეოლოგი ვინც არის 25 არხზე. ვინ არის მთავარი იდეოლოგი? მაია მერკულაძე თუ ირმაზოიძე? ნუ ვიტყვით ამ არა, თუ ამბობთ, უნდა თქვათ ბატონო მურმან. მე ვფიქრობ რომ მათ შორის დაპირისპირება არ არის, დაპირისპირება ჟურნალისტსა და უმაღლეს საბჭოს წევრს შორის. დაპირისპირება არის მხარეებს შორის. იმიტომ რომ მე არ მინდა 300 გვერდიან დანარჩენ საუბარს და ამბობთ რომ ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს დაპირისპირება. ეს დაიწყო 2012 წელს. რამ შეადგინა ბატონო მურმან, როცა ჟურნალისტი ამბობს რომ მხოლოდ ორჯერ იყო მის ეთერში ქალბატონი მედია. არა, ეხლა უნდა ნახოთ ეს ღია წერილი და ნახოთ შესაბამისი დანარჩენი. ღია წერილი მე წავიკითხე. მე უბრალოდ ერთადერთი წინადებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ შორის კონფლიქტი არის დაწყებული, ამ მხარეებს შორის კონფლიქტი, არა ჟურნალისტსა და არა უმაღლეს საბჭოს წევრს შორის. მაშინ მედიავასაძე უმაღლეს საბჭოს წევრი არ იყო, დაწყებული არის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. და რას უკავშირდება? უკავშირდებოდა მედიავასაძის საქმიანობას 80-იან წლებში, 30-35 წლის წინ.
და ნუ მივიდა აქამდე. მან მე მითხრა, რატომ მე თუ უკავშირდებოდა იმ თქვენთან, შემთხვევაში რა კავშირი ჰქონდა? მან მითხრა, ეს ადგილი რო არ იყოს ჩემთვის ნათელი და ეს სიტყვა რო არ ქონდეს მას ნათქვამი ეს წინადება, ხო? მე ბუნებრივია შევეცდებოდი რომ მედიავასაძე დამერწმუნები იმაში რომ ბოდიში მოეხადა ჟურნალისტისთვის. მაგრამ რახან ორ მხარეს შორის არის ერთი უნდა დააკონკრეტოთ ძალიან გთხოვთ. ქალბატონო დააკონკრეტოთ. აი მან მითხრა იმ შემთხვევაში თუ მე ჯაბა არ არის 30 წელი როგორც ჯაბაზე არ არის ლაპარაკი. ეხლა ვიზეც ვლაპარაკობ 25 არხში მუშაობსა და იმან კარგად იცის. მან მითხრა რომ თუ მედიავასაძე არ იქნებოდა ამოღებული ქართული ოცნების სიიდან ის 4 წელიწადს მოსვენებას არ მიცემდა მედიავასაძეს. დავამთავროთ. თქვენსა და ამ ადამიანებს ესეთი ტიპის საუბარი შედგა? შედგა იყო ძალიან მკაცრი საუბარი სადღაც 1 და ეს საათი. იყო ჟურნალისტი. და ეს იყო ჟურნალისტი. და ჟურნალისტს ჰქონდა მოთხოვნა თქვენს წინაშე რომ მედიავასაძე რასაც უნდა ამოღებულიყო სიიდან. ეს არის realდება ბატონურმა. მე აღარ ვამბობ ამის მეც. დანარჩენი იკონიოს მტკიცებულება რომ თქვენ შეგიძლიათ ამის მე მაქვს ამის მტკიცებულება. მოვიდეს ის ჟურნალისტი და განმარტებით თვითონ. ამიტომ მირჩევნია რომ ამ ხარეება დაცილდნენ, ხელი ჩამოართვან და გააგრძელონ ურთიერთობა. ეს მირჩევნია. ვიდრე ბოლომდე გაიხსნება ეს. თქვენ ამბობთ რომ ეს იყო სხვა. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ იყო ჯაბანანიძე. ეს არ იყო ჯაბანანიძე, მაგრამ ჯაბანანიძის თანამშრომელია და კვებავს ამ ინფორმაციით, ასე რომ მე ვფიქრობ რომ ის ცდება მედიავასაძე იმ საქმესთან არაფერ კავშირში არა, რაც მან მითხრა 80-იან წლებში რა გაუკეთებია მას, არავითარ შემთხვევაში მედიავასაძეს ეს საკითხი არ ეხება, ამიტომ რომ მხარეებმა უნდა დაცილდნენ და გააგრძელონ ურთიერთობა როგორც ჟურნალისტმა და როგორც გასაგებია ბატონურმან, მაგრამ რა დააშავა ასეთი 80-იან წლებში თქვა თუნდაც მედიავასაძემ რომ მას ჰქონდა ამის პრეტენზია. ეს უნდა თქვას თვითონ. მე კი მითხრა, მაგრამ მე გადავამოწმე და დავრწმუნდი რომ არავითარი დანაშაული ამ მიმართულებით არ არის. ის ახალგაზრდა იყო, ბავშვი იყო და არწმუნეს რომ მედიავასაძე ამაში დამნაშავდა და აი მე ამ სიტყვას ვამბობ, რომ მან მითხრა თუ თქვენ უმაღლესი საბჭოს წევრობის სიიდან ქალბატონ მედიას არ ამოიღებთ, მე 4 წლის განმავლობაში მას მოსვენებას არ მივცემ. ეს სიტყვა თქვა ჩემთან და ამაზე მოგვივიდა ძალიან მკაცრი საუბარი. ეს რო არ კონდეს მაგას ნათქვამი, აი მე გარწმუნებთ რომ მედიავასაძე დაიხევდა უკან და ბოდიშს მოიხდიდა. ასე რომ იმ საუბარში რაც ჯაბანანიძეს ესაუბრა, პროკურატურამ გაარკვია და შევთანხმდით რომ იქ არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ბატონურმა თქვენ აღარ ასაჯაროებთ ბოლომდე ამ საკითხში რა საუბარი შედგა თქვენსა და ამადამეს შორის. მე მინდა რომ საიდუმლოს მან გულისხმობ თქვენ ჯაბა არ არის. ჯაბა ნამდვილად არის. შეიძლება ეს იყოს. კი ბატონო, თუ ხვდებით არ თქვათ, იმიტომ თუ ის მეტყვის რომ მე გავახმაო ეს საქმე და დავასახელო მის სახელზე გვარ დავასახელებ. თუ არ მეტყვის მე არ დავასახელებ, იმიტომ რომ ამ საიტი იყო პრივატული საუბარი ერთ-ერთში. თქვენ ამბობთ რომ ეს ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება ამ შემთხვევაში ბატონურმა. ცხადია ცდება, კი. მე დავიტოვებულებას რომ ამაში ეჭვი შევიტანო, იმიტომ რომ არ მგონია რომ თქვენთან გადაცდომას ქონდეს ადგილი. თქვენ გაქვთ უფლება ეჭვიანოთ, მე მაქვს უფლება რომ ეს გამოსცემდა. გასაგებია, მაგრამ ხოლოდ მედიავასაძე არ იყო ამ ფილმში. იყო თითქმის ყველა კომისიის თავმჯდომარე და სოციალში არ იყო ქალბატონი მედიავასაძე. რატომ არ გაუჩნდა სხვებსაც თქვა დარეკვის სურვილი და შესაბამისად არა, ადამიანს აქვს უფლება დაურეკოს. ასეთი კაცრი არის მედიავასაძე ადასტურებს იმ ღია წელში, მე არ ვიცოდი, რომ ერთი კვირის წინაც ესაუბრა ჯაბანანიძეს. ანუ მათ შორის რაღაც კომუნიკაცია არის. მადლობა გადაუხადა თურმე ჯაბას ძალიან დიდი ხნის წინ წერილი გამოუქვეყნებია მედიას ერთადერთი ქალიშვილი ყავს. ეს ჩვენსაც ერთშიც თქვა. ეს მათ შორის ურთიერთობები არის. მეც დამერეკავ ჟურნალისტისთვის, მაგრამ ჟურნალისტს არ გაუხმაურებია. ჟურნალისტსაც დაურეკავ ჩემთვის, მაგრამ მე ეს არ გამიხმაურებია. მედიავასაძე რო საჯარო განცხადება გაეკეთებინა, წერილით, ტექსტით, სატელევიზიო მიმართულებით, მიკროფონთან. ეხლა მე მგონია, მოდი ეს საკითხი მე მგონია, რომ ეს ადამიანი იყენებს სამსახურებრივ, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებას, მიკროფონს იყენებს პირადი მიზნის მისაღწევად. არ ვარგა. რა მიზანი აქვს მას? აი ეს არის ის მიზანი, რომ 80-იან წლებში რაღაც ცუდი საქმე გაუკეთებია მედიას. არ გაუკეთებია, ცდარია. მე მინდა რომ შევახვედ რომ მე ვიქნები ასე ვთქვათ მედიატორის როლში, მომრიგებელი, შევარიგოთ. თქვენ ამბობთ რომ ეს ადამიანი ჯაბა არის მისი გავლენის ქვეშ. და მხოლოდ მედიავასაძეზე არ არის ეს პრობლემა. არ არის, აი დანარჩენი იქ არაფერია. აი მაგალითად ჩემზე ჯაბანანიძემ თქვა რომ მურმან დუმბაძე საქრთამო პროცესში მონაწილეობდა, ხომ თქვა? ბატონურმა. აი ერთი წუთით. თქვენ რატო არ დაურეკეთ? იმიტომ არ დაურეკე რომ სასაცილოა ეგ თემა. ჯაბანანიძე ქალბატონ მედიასთვის რატო არ არის? არის ადამიანს აქვს. ნუ გონიათ რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ცუდი? ჟურნალისტი შეიძლება იყოს ცუდი. რატო გონიათ რომ ჟურნალისტები ხართ, ასე ვთქვათ, უმაღლესი ინსტანცია, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტების დედოფლები, ასე არ არის. აი ჯაბანანიძე გადაცემაში თქვა, მე დამაბრალა. ჯაბანანიძე თქვა რომ მურმან დუმბაძემ ქრთამის შეთავაზა ერთ-ერთ კაცო.
ჯაბანაძემ ასე დასკვნა გააკეთა. მე ხო შემიძლია პროკურატურაში წავიდე და ბატონო, ვუჩივლო. ჩვენ და დავსვათ კითხვები. ესე იგი, ჯაბანაძე ჩემზე მეფთამეობა არ დაუბრალებია სააკაშვილიცაც კი. ჩვენ დავთქვათ ფაქტებზე რა თქმა დაახლოებით. უნდა. შესაბამისად, ამ ფილმში, რომელშიც პრინციპში ახალი არაფერი თქმულა, რომელიც ისეთ იცის საზოგადოებამ, ეს იყო უბრალოდ ფაქტობრივად მოთხრობილი ამბავი, ხო? იგივე ხელფასების თემა ვთქვათ, იგივე სხვა საკითხები, რომელიც მათ საქმიანობის შესახებ მიღებული და უკან გამოწვეული, ესე ვთქვათ, გაგზავნილი და უკან გამოგზავნილი, ესე ვთქვათ, კანონ პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო. რა იყო აქ ვთქვათ ისეთი უცნაური, რამაც ამდენად აღაშფოთა უმაღლესი საბჭო და ვთქვათ, მივიდა პირად შეურაცხყოფა. არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცოტა უფრო მეტი თავშეკავებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში ქალბატონმა მედიამ დაურეკა, რომ ის ფაქტები, რაც მოიყვანეთ მტკიცებულების სახით, არის ჭორი და თქვენზეც ლაპარაკობენ ამ ჭორს. მე მტკიცებულებად მივიღო თუ არა, ეს არის მეტი არაფერი არ უთქვამს. მე ჯაბა ანალიზემ ბრალი დამდო საქრთამო პროცესში. ანუ მე მექრთამე მიწოდა. მექრთამე ჩემთვის არ უწოდებია სააკაშვილის ხელისუფლებას, აბაშიძის ხელისუფლებას, შევარდაძის ხელისუფლებას და ჯაბანიძე გამოდის ახალგაზრდა ჟურნალისტი და მეუბნება რომ მურმან დუმბაძე არის მექრთამე. მე შემეძლოთ ამერიკა თუ არა. ეხლა მამაკაცი ვარ და მოვითმინე, მაგრამ ყველა ვერ მოითმინს. რომ დაურეკო პროკურატურაში ვიჩივლო მოსულა? შეიძლება რომ უჩივლო. ხომ თქვა რომ მე ქრთამს ვაძლევდი ადამიანს. ანუ ქრთამის მიცემა და ქრთამის აღება ერთ იგივე დანაშაულია. საქრთამო პროცესში მონაწილეობა. კაცმა გააკეთა დასკვნა, ვიღაცამ უთხრა რომ მურმა დუმბაძემ ქრთამი შემომთავაზაო, ტყუილი უთხრა, ჩემთან არ გადაამოწმდა. გადამოწმების გარეშე. ესე იგი მას უთხრეს ბატონურმა თვითონ არ არის ესე ვთქვათ, წყარო ამისი და არ ამბობს ჯაბანაძე ამას. ამას ამბობს წყარო თქვენ თვითონ. არა, ასე არა. ჯაბანაძემ გააკეთა დასკვნა იმ წყაროზე დაკვდობით. მე არ უნდა მკითხოს? მე ხო წყარო ვარ, მე ხო სუბიექტი ვარ. იმან ხო ჩემზე გააკეთა ინფორმაცია. უნდა მკითხოს რომ ბატონო მურმან დაადასტურებ თუ არა ის თქვენ გაბრალით მექრთამეობას დაადასტურებ თუ არა. არ უნდა მკითხოს? არ უკითხავს. ესე იგი ის ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება და გეუბნებით რომ ეს არის მხარე. მას უნდა რომ ასეთი ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისათვის. არ ვარგა. მე მინდა რომ ეს იყოს ჟურნალისტი და მე მინდა რომ ეს იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი. ამ ჟურნალისტმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა ნამდვილად გვეყოლას ბატონო. არა, იქ ძალიან ხშირად ნახეთ ჩვენ რომ უმაღლესი საბჭოს ზოგადად თანდობის პირები მაინცდებიან ინფორმაციას მინდა რომ დარწმუნებით გითხრათ რომ აქ ორი მხარეა. არავით არის ჟურნალისტი და არავით არის უმაღლესი საბჭოს წევრი. აქ არის მხარე 25 არხის მთავარი იდეოლოგსა და ქალბატონ მედიას შორის, მოქალაქე მედიას შორის. დაასახელეთ ბატონო მურმან. არა, ვერ დავასახელებ. დაასახელეთ თუ მეტყვის თავად. თქვენ ამბობთ, ყველაფერს ამბობთ გარდა სახელისა და გვარისა. შესაბამისად, ამ ადამიანს თუ ეხლა უყურებთ ტელევიზორს, თუმცა ეჭვობს რომ არა, იმიტომ რომ ვერ დავასახელებ. თუ ის მეტყვის რომ დავასახელებ. მის გარეშე, იმიტომ ერთ-ერთზე იყო ეს ლაპარაკი დიდი ხნის განმავლობაში. საათნახევრად საკმაოდ ყაურიანი ლაპარაკი. ბატონო, თქვენ ახლა არ ფიქრობთ რომ ჯაბანაძეს აყენებთ შეურაცხყოფას? არა, რატო ვაყენებ შეურაცხყოფას? თქვენ ამბობთ რომ ის არის სხვის ხელში იარაღი. ეს არის თავარი იდეოლოგიის, ესე ვთქვათ, მოფიქრებული თემა. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე მინდა რომ ორივე მოითმინოს, დაწყნარდეს მედია ვასაძის მხარეცა და ჯაბა ანალიზის მხარეს და მხარეობას დაანებონ თავი. ერთმა გააკეთოს ჟურნალისტურ საქმიანობას პრინციპში თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობას აყენებთ. მაინც ჟურნალისტ ბატონო მურმან, იმიტომ რომ იარაღს უწოდებს სხვის ხელში, რომელსაც იყენებენ, ბატონო, ძალიან ცუდია ეს. იმიტომ რომ ჯაბანაძე პრინციპში არ არის ესეთი ადამიანი, რომელსაც მარტივად გამოიყენებ, მე მგონი. არც მედია ვასაძია მარტივად გამოსაყენებელი ადამიანი. გეთანხმებით ამაში. გითხრათ რომ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული, ასე ვთქვათ, მედია ვასაძეს, ვიდრე ამ ჟურნალისტებს ერთად აღებული. ასე რომ 25 ცხოვრებისეული გამოცდილება არ არის იმას ბატონურმა რომ რაღაცებს უნდა გადავაჭარბოთ, თუნდა ჟურნალისტმა თავის საქმიანობას და შესაბამისად დეპუტატმა თავის საქმიანობას. კარგი, ერთი წუთით. და ამ შეკითხვას დაგისვენ. მე მაქვს თუ არა უფლება ჯაბანაძეს დაურეკო და დაუსვა შეკითხვა. ყველაფრის უფლება გაქვთ. დაურეკოთ გაქვთ უფლება. და რატო არის ეს ზემოქმედება მასზე? რატო არის ხელშეშლა მის სამსახურზე? შემიზარე. როცა მაბრალის რომ მე მურმან დუმბაძე მონაწილეობდი ქრთამის მიცემაში. ბატონო მურმან, მაშინ როცა ქვეყანა იმზადება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, მაშინ როცა რამდენიმე დღე დარჩა და ამ ინციდენტამდეც პრინციპში რამოდენიმე კვირა იყო დარჩენილი, ხო? და შესაბამისად ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა ჩვევღებულობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელზეც ამ ხელა მოთქმა იყო, შესაბამისად მაინტერესებს თქვენ მიიღეთ თუ არა ამაში მონაწილეობა და დაუჭერეთ თუ არა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი. ეს კანონი. თქვენ თუ აწიეთ სასარგებლოდ? ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? არა. მე შემიძლია გითხრათ რომ არა, კი თუ არა ბატონო მურმან. მე ვარ ერთი გაყოფილი ასოციაცია. გასაგებია, მაგრამ თქვენი ხმა სასარგებლოდ იყო თუ პირიქით? პასუხობ. ჩემნაირად რომ მოქცეულიყო საქართველოს პარლამენტის 76 წევრი ეს კანონი ვერ გავდოდა. ესე იგი არ მეგიღიათ ამაში მონაწილეობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი.
შესაბამისად, ვალდებულებები არის ამ კანონით გაწერილი და ამ დროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მაინც ასე ვთქვათ, აცხადებს, რომ თქვათ ის ვერ დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას. ასეთი, ანუ ამ გულისხმობ ორიენტაციის მქონე, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ. ამ შემთხვევაში თქვენ თვლით თუ არა მაინც მიზანშეწონილად თქვათ, ეს არის მისი პოზიცია და მას აქვს თავისთავად პოზიციის დაფიქსირების უფლება, მაგრამ თქვენ როგორ მიგაჩნიათ ამაზე ხაზგასმა, ბატონო მურმანი. არის მნიშვნელოვანი. არა, თქვენს ეთერში მე უსმინე კარგად. ჩვენს ეთერში თქვა ბატონო მურმანი. თქვენს ეთერში არ თქვია, რომ მე მათ უფლებებს არ დავიცემ. ვერ დავიცავ მე ყველას უფლებას. არ თქვია ესე. ბატონო მურმანი, ვერ დავიცავ. მე ამ კანონს ხმას არ მივცემდი. კი ბატონო, თქვა და შესაბამისად მე ყველას უფლებას ვერ დავიცავ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე. აი მითხარით, სად ირღვევა ამ ასეთი ადამიანების ჩვენგან განსხვავებული ადამიანის უფლებები საქართველოში ირღვევა თუ არა? მითხარით. ბატონო მურმანი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში 17 მაისიც გვახსოვს ყოველ შემთხვევაში, ესეც გავიხსენოთ. 17 მაისიც მახსოვს და 26 მაისიც კი, მახსოვს. გვახსოვს და ძალიან ცუდია რომ გვახსოვს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ბოდიში მიკროფონი თუ შეიძლება რომ დავიმაგროთ. კარგით, ბატონო მურმანი. მე როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, პრინციპში კაპიტან მედე იყო მზად რომ კომისიის თავმჯდომარის, ესე ვთქვათ, პოსტი დაეტოვებინა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მას თქვენ მიაღებინეთ ის გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, არ დაეტოვებინა ეს თანამდებობა. და ვერევი მაგ საქმეში, მე ვიცი რომ უმაღლეს საბჭოს უმრავლესობა შეიკრიბა, ეს საკითხი უნდა შეტანილიყო დღის წესრიგში და უმაღლეს საბჭოს უმრავლესობა ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი არ დაუჭირა. ეს ვიცი წერტილი. თქვენ ყოველ შემთხვევაში მე არა ვარ უმაღლეს საბჭოს წევრი. მე მათ მაგივრად მე ვერ გუნდის წევრი ვარ, მეგობრებია ჩემი ყველა უმაღლეს საბჭოს წევრების უმრავლესობა და სხვათა შორის უმცირესობაშიც არის. და პირველად თქვენ არა, მე ვერ მონაწილეობ ამაში. მე ვიცი რომ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა შეიკრიბა ამ საკითხთან დაკავშირებით, თემა უნდა შესულიყო ასე დღის წესრიგში და ეს თემა მოიხსნა. უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ გადაწყვიტა რომ ამ საკითხზე დღის წესრიგში საკითხი მოხსნილიყო. კარგი და დიდი მადლობა. ბატონო მურმანი და დაუბრუნდეთ ყველა სოციალების ხელშეკრულებას, რომელსაც 27-ში უნდა მოეწეროს ხელი. და ესე ვთქვათ, ხელშეკრულება ძალიან ბევრ ამას გავალდებულებს, მათ შორის ვთქვათ, ამ ნაწილსაც, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის პრინციპში ერთ-ერთი აქეთკენ მიმართული, ესე ვთქვათ, გზავნილი იყო, თუმცა ჩვენ ნახეთ გუშინ გამოქვეყნებული განცხადება ევროკავშირის, სადაც წერია, რომ წერს რომ ხელის მოწერა მნიშვნელოვანია საქართველოს მოლდოვასთვის და უკრაინისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ აქვე დააზიანს რომ ქვეყანაში ამ ქვეყნებში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი რეფორმების კუთხით და გულისხმობენ და ამბობენ რომ ეს არის შიდა რეფორმები. რაზე მიგვანიშნებს ჩვენ ევროკავშირი ბატონო მურმანი და პირველი რა რეფორმაა გასატარებელი? ანტიდისკრიმინაციული კანონიც ახსენეს ეს განცხადება რომ გაკეთა, მე ამ განცხადების შინაარსი ვიცი კარგად. მათ მოიწონეს ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც რომ არის ამბობენ. ბუნებრივი არის, ნელ-ნელა უნდა მივიდეთ. ეხლა რა არის იმ გენდერული ანტიდისკრიმინაციული პრობლემაც არის პრინციპში, იმიტომ რომ ბალანსი მაინც არ იყო, თუნდაც ამ თვითმმართველობის არჩევნებზე დაცული, ძალიან ცოტა იყო ქალი დეპუტატები, კანდიდატები წარმოადგენთ. ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს. ქალსა და მამაკაცის გონებას შორის ძალიან დიდი სხვაობა არ არის. ქალებმა მეტი უნდა იაქტიუროთ და მეტი შრომით უნდა მიიღოთ. ან თქვენ ამბობთ ხოლმე აქტიურობის ბრალია, რომ ისინი არ იყვნენ მაგალითად გამგებლობის კანდიდატებად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეხლა რომ სპეციალურად რომ იცი პროპორცია შევადგენთ ამდენი ქალი ჩავწეროთ წიაში კატეგორიული ძინავი. ვერ ვიგებ ამას კარგად. არ მისწს. არის აქტიური ადამიანი, მიიღებს თავისას. და არ არის აქტიური. ძალეთ ხო ვერ ჩავწერთ ეხლა და ვერ გავაპროცენტებთ იმის გამო რომ გასაგებია. გასაგებია არ აქტიურობს ნაწილობრივ ხომ არის ეს თქვა თუ ძლიერი კესის წარმომადგენლები მე არ ვიცი. შეიძლება სხვა ქვეყნებში კარგად არ ვარ გარკვეული, საქართველოში ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას, თუმცა არის მთელი რეგულაციები იმისათვის რომ ძალიან ცოტანი იყვნენ წარმოდგენილი. ათეულზე აღარ არის საუბარი. შეიძლება ვერ დაემსახურესო და მე ვფიქრობ რომ თუ კარგად იმუშავებენ და ცოტა მეჩრომას ჩადებენ ამ საქმეში პოლიტიკაში გარდა საოჯახო საქმიანობისა, მაშინ მიიღებენ შედეგს. გასაგებია, მაგრამ თქვენს მიერ წარდგენილი კანდიდატებისა, რომლებიც ესე ვთქვათ, უშუალოდ საინტერესო ჯგუფებს მიერ წარდგენენ, არც მათში არ დომინირებდა ესე ვთქვათ ქალები. იმიტომ რომ სწორად დავასახელეთ, მე ხო ვამბობ რომ მართლაც რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი დავასახელეთ. არა უჩუმროთ შეთანხმებით ცენტრთან. მე ვუთხარი რომ ჩვენი გუნდი დაასახელებს, იმიტომ რომ ნამდვილი ქართული თქვენ რა დაამტკიცეთ? ამით დავამტკიცეთ რომ ქართულ ოცნებას უფრო მეტ პატივს სცემენ ადამიანები, ვიდრე იმ ქართულ ოცნებას, რომელიც 1 ოქტომბრის მერე გახდა ქართული ოცნება.
ისინი მართლა არ არიან ნამდვილი ქართული ოცნება არის დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მოცემულ საკრებულებაში შევლენ. ისინი იქნებიან ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების ნამდვილი წარმომადგენლები. ნამდვილი ქართული ოცნება. არა, იმიტომ რომ გუშინ გადმოვიდა ნაციონალური მოძრაობიდან. ახლა საქართველოს მართავს ორი ძალა. გეტყვი, მაშინ არა. გეტყვი, მაშინ ცოტა გავხსნათ კარდი. ხულოში, მაგალითად, ხულოს საკრებულოში პარტიული სიით შევიდა ადამიანი, რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის დარბევაში მონაწილეობდა. მოგწონთ ესა? დარბევაში რომ მონაწილეობდა არ მომწონს, მაგრამ არც ის მომწონს. არც სიაში უნდა შესულიყო. მაგრამ ადამიანები როგორ აღწევენ წარმატებას, იცით? მე რო ვიფიქრე, ამას ძალიან ბევრი ვიფიქრე. ადამიანები წარმატებას აღწევენ ორი გზით. ერთი გზა არის მლიქნელობის გზა და მეორე გზა არის შრომის გზა. ვინ ჩადის ცენტრში, თბილისში და თავის მხანით ელაპარაკება, ის ცენტრი არ უნდა ერეოდეს თვითმმართველობის არჩევნებში. ცენტრში, თბილისში არ უნდა იწერებოდეს ადგილობრივი სიები. აქ არის მთელი მუღამი დაჭერილი. ბატონო მურა, თქვენ ახლა თქვით პრინციპში რომ თვითმმართველობის არჩევნები არაფერს არ ნიშნავს. არა, ძალიან ბევრს ნიშნავს. რას ნიშნავს ბატონო მურა, თქვენი განცხადება, თქვენ ამბობთ რომ ცენტრში არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს იმას რომ მიუხედავად არჩევნებისა ცენტრიდან მოხდება თვითმმართველი ქალაქების მართვა და შესაბამისად ცენტრთან მოხდება ყველაფერი დაზუსტება. რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ მუცლიდან თანდაყოლილი თვისება. ცენტრი თავისკენ მიიზიდავს ყველა კომპეტენციასა და ფუნქციას ადგილებზე. დააგვირდით, ეხლა ცოტა უფრო სიღრმეში რო შევიდეთ, დააგვირდით, რეგიონალური ლიდერები არ არის. მიიღო თქვათ გია ერმაკოვმა 55% და მეორე ადგილზე გასულმა მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეათე ადგილზე გასულმა მიიღო 2 და 3%. რას ნიშნავს ეს? რატომ? რეგიონალური ლიდერი არ არის, ცუდია. უნდა ერთმა უნდა მიიღოს 30%, მეორე 29 და მესამე 28. აი ასეთი საქართველო მინდა მე. მივახცევთ. მეტი ვიშრომოთ ადგილებზე, მეტი წინააღმდეგობა, მეტი კონკურენცია, მეტი შრომა. რა თქმა უნდა ეს ყველგან ხდება, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. თქვენ თუ გონია რომ ეხლა ვაშინგტონი არ განსაზღვრავს თქვათ სხვა შტატის კომპეტენციებს ძალიან ცდები. ეს არის მუცლიდან თანდაყოლილი თვისება და რეგიონი ადამიანები რომლებიც ქვედა დონეზე მუშაობენ, ამას წინააღმდეგობა უნდა გავიჭოთ. ჩვეულებრივი ამბავია. თუ დავს დავხრით, ესე იგი მე ვამბობ რომ იმ სიაში ის ადამიანი როგორ მოხდა იცით? ჩავიდა თბილისში. თავი დაუხარა, მოაწონა თავი და მოხდა სიაში და არ ვარგა არ მომწონს. სიით გამეპარა, მაგრამ რომელმაც დააყენა არასიით, ანუ მაჟორიტარად ვერ გამეპარა, იმიტომ ჩაუსვიდა დამოუკიდებელი და მოუგე. და სწორად მოვიქეცი. ის არის ნამდვილი ქართული ოცნება და დიდი მადლობა მოსახლეობას, დიდი მადლობა. აი მაგალითად შემიძლია პირდაპირ დაგისახელოთ ორი გვარი. არძენაძე, ბერიძე, ქედაში ორ მაჟორიტარს იგებენ. მოიგეს დიდი უპირატესობით, ვიცოდი რომ მოიგებდნენ. იმიტომ რომ ქართული ოცნების დამფუძნებლები იყვნენ. 1 ოქტომბრამდე ადამიანებს სანთლით ვეძებდით რომ მოსულიყო ჩვენთან. ის ადამიანები სანთლით კი არ მოსულა. როგორ იმუშავებენ ისინი შემდგომში? როგორ ის იქნება ოპოზიციური ფრთაა, რომლებიც გაიმეცება როგორც ქართული ოცნების ეს იქნება საქართველოს, ეს იქნება საქართველოს ხელისუფალის მარჯვენა ხელი ადგილზე საკრებულოში. ეს იქნება ნამდვილი ქართული ოცნება. ბატონო, ისევ ხელებთან მივდივართ, ბატონო. რა თქმა უნდა, უნდა მივიდეთ ხელებთან. ანუ გამოდის რომ ის ადამიანები, რომლებიც სიით წარადგინა ქართულმა ოცნებამ და თქვენს მიერ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სიით არა ვარ ყვაყოფილი. არც ერთ რაიონში, მაგალითად, აჭარის მაგალითზე, იმიტომ რომ ერთმა ნაწილმა მოიგო ხელისუფლება ჩემონათია და მეორემ დაიწყო მართვა. წინააღმდეგობა მათ შორის არის გარდაუვალი. ცოტა უფრო ფილოსოფიურად შევხედოთ და უფრო დეტალ სიღრმეში შევიდეთ. ერთის მოგებული წაართვა მეორემ არ ვარგა. იმიტომ რომ აი მაგალითად მე შემიძლია ბათუმის სია დაგესახელოთ. დაგისახელოთ ბათუმის სია. მესამე ნომერი, მეხუთე ნომერი, მეცხრე მარჯვენა და მარცხენა ხელზე კვლავ ბატონო მომან. მე ვამბობ რომ ადამიანებმა გჭირს და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით? რა თქმა ადამიანებმა მეტი უნდა ვიშრომოთ. მეტი წინააღმდეგობის უნდა. რა თქმა უნდა, ანუ არის ქართულ ოცნებაში პერსპექტივა. ქართულ ოცნებაში უამრავი პრობლემაა. და პრობლემა რო არის გამოჩნდა. რატო არ უკმაყოფილო? ბათუმში ჩვენ მივიღეთ ქართულმა ოცნებამ 42%. მეთანხმებით? ხო, ასეთ გამოქვეყნდა ეს. კი ბატონო. და საერთო სახელმწიფო მასშტაბით ჩვენ მივიღეთ 52%. 10%-იანი სხვაობა. არა, იმას მოკავშირებ რომ ქართული ოცნება განაწყდებულია ნამდვილი ქართული ოცნება. ფუსფუსებენ შტაბებში, ოფისებში. აი ფულის ტომრები, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს აფინანსებდნენ, ის ადამიანები ნახე შტაბებში მე. და ახალ პოლიტიკურ ძალებთან აპირებენ მისვლას. არ ვარგა, არ მომწონს, წინააღმდეგობას გაუწევ. გესმის? ამიტომ მე თქვენ გაუწევთ წინააღმდეგობას კვლავ ქართული ოცნების ეს უკან მანდატით? თუ გაუწევთ როგორც მურმან დუბაძე და ჩვენ ძალიან მალე გიხილავთ სხვა ფლანგზე. ნამდვილი ქართული ოცნება.
ვარ მე, ნამდვილი ქართული ოცნება არის ის ადამიანები, რომლებმაც 1 ოქტომბერის თავად შვეს და ასეთი ბათუმში არის 80-90% და ის ადამიანები პრინციპში 1 ოქტომბერი და ნამდვილი ქართული ოცნება ეს ყველაფერი მაინც იქეთკენ მიყავთ რომ რაღაცა ეხა უკვე წავალბათ საუბარი იმაზე რომ მე უფრო ნამდვილი ქართველი ვარ ვიდრე ის ადამიანი ვინც თქვა მანამდე არა ღმერთთან უკრავს პირიქით ისინი შემოვირიგოთ ისინი მოიყვანოთ მაგრამ არავითარ შემთხვევაში სალიდორო პოზიციაზე საკრებულოს წევრი რო არ გახდეს მარბიელი არ შეიძლება ერთი მხრივ ამბობთ მარბიელი თუ არ დავსაჯეთ თუ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა თუ ვაპატიეთ თუ მოვეფერეთ თუ საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ ჩავთვალეთ საკმარისი არ არის აუცილებლად საკრებულო შუახევშიც არის არტემ სიაში ადამიანები რომელმაც დაარბია შუახევის ოფისი როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩამოგზავნა და ეს კაცი გახდა საკრებულოს წევრი ვერ ვიქნა რატომ ვერ გამოიძიეს შემდეგ არა გამეპარასიებში სადაც მაჟორიტარი ისინი რომლებიც გარბევაში იყვნენ შემჩნევლები თქვენ ამბობ და უნდა გამოიძიონ და ასე შემდეგ ძალიან კარგია თუ ამას გამოიძიებენ მაგრამ ჩვენ ვიცით სასამართლო პროცესი სადაც ვერავის ვერაფერს ვერ უმტკიცებენ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს არის ალბათ ის ზუსტი მხარე რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას ჯერჯერობით ამიტომ ყველა მოქალაქეს ჰაერზე ნათქვამი ხომ არ გამოდის სიტყვით ხომ არ რჩება ბატონო მურმანი ვიღაცა არბევდა ყველაფრის მოგერიებას ყველაფრის კონტროლს ჩვენ ვერ მოახერხებთ მარტო და თუნდაც ბევრი ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს ამ საქმეში მე არ ვამბობ რომ ის ადამიანები უნდა დავჭაგროთ და გავაძევოთ ქვეყნიდან არა ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან საქართველოს მოქალაქეები ან სრულყოფილი მოქალაქეები არიან მაგრამ სალიდორო პოზიციაზე მეორე პლანზე გადაინაცვლონ მესამე პლანზე გადაილანცულ ჩემგან მაგალითად პირადად ჩემგან რეკომენდაცია ვერ ექნება ვინც რეჟიმზე ვერ ბრძოდა მთელი სისრულით ის ვერ იქნება რეკომენდირებული საკრებულოს წევრად აი ამის თქმა უნდა ძალიან ცოტა დრო გრჩება ბატონო მურმან გადავაშორეთ ჩვენ საეთერო დროს ამიტომ არ მინდა რომ უყურადღებოთ ესე დაგვრჩეს ეკომიგრანტები და სამნიშნავანი თემა ურთულესი თემა ამ და მიწის რეფორმის საკითხი ამ ორ თემაზე მინდა რომ გავგცეთ პასუხი და მოკლედ თუ შეიძლება ბატონო მურმან რაც შეეხება ეკომიგრანტების თემას თქვენ ჩემს ეთერში არა ამ არხზე რა თქმა უნდა სხვაგან დაახლოებით 1 წლის წინ გააკეთეთ განცხადება რომ ამ საკითხს ეკომიგრანტები ჩვენ გვახსოვს მაშინ ჯერ თავრობის წინ გაშლილი კარვები, წალკიდან უკომიგრირებულები და ასე შემდეგ იყო ეს მწვავე პრობლემა იდგა ერთი პერიოდი ქალაქში და თქვენ მაშინ თქვით რომ ამას დაარეგულირებდა კანონი რომელიც უნდა მიღებულიყო ეკომიგრანტების შესახებ და სტატუსის მინიჭება ამას განსაზღვრავდა. ვარაუდობდით რომ ეს წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. არა, პირიქით მე ვარაუდობდი რომ ეს უნდა მოხდეს უფლებამოსილების ვადაში 4 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობაში არა დაწყებული კი არა 10 თვის ვთავრდება მთავრობაში არის სპეციალური კომისია საექსპორტო ჯგუფები არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტი ეკომიგრანტის სტატუსზე კონკრეტია ჯერჯერობით სესიაზე არ გასულა არა სესიაზე არ გასულა ეს არ ნიშნავს არ არის ასე მარტივი კანონის მიღება ეს ხან კანონში ცვლილება კი არ არის ახალი კანონის მიღება ეკომიგრანტების დღეს რას ეუბნებით და როცა მათ სტატუსი ეკომიგრანტების თემა არის უთულესი თემა და საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს ჩვენ მივიღებთ კანონს ეს მაინც არის სტანდარტული პასუხი მურმან იგივე ისევე როგორც იპოთეკარებთან დაკავშირებით თქვით თქვენ როცა აჭარაზე მუშაობდით აჭარაში მუშაობდით იმ ტელევიზიაში იქაც გითხარით რომ უფლებამოსილების ვადაში ეს უნდა დასრულდეს და მე ამას ასე ვთქვათ ლობირებ ყურირებ და უნდა უთხრა რომ გამაგრდნენ და გაძლიერდნენ აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს ისე რომ მათთვისაც სასარგებლო იქნებოდა სახელმწიფოსათვის რაც შეეხება მიწის თემას აქ პირდაპირ ვაცხადებ ქართული ხელისუფლების დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი შეცდომაა რომ საკუთრებით უფლებები არ აღადგინა ეს არის უმთავრესი შეცდომა ამას უთვლით ნაკლად შეიძლება საკუთრების უფლებების აღდგენა შეიძლება ადამიანს რო სასტუმრო წაართვეს, შეფესე წაართვეს, ფული წაართვეს, ქონება წაართვეს, მიწა წაართვეს, შეიძლება ამის დაბრუნება არავითარი ფული არ იწება ტყუილიას. ბევრი კია მესმის რთული სამუშაოა საქართველოს მთავრობისათვის რთული გასაკეთებელია უმაღლეს საბჭოში კომისიის ესე ვთქვათ მუშაობის ვადა გახანგრძლივდა რამაც გამოიწვია ბოლოს ხდომაზე ესე ვთქვათ ძალიან დიდი ნებათაღელვა და დეკემბრამდე გადაიწია მე პირდაპირ გეტყვით რომ მე ვარ ამ შემთხვევაში გონიოს მიწებზე ალაპარაკი და არა მარტო ყველგან აჭარის მიღმა ყველგან რეფორმა მიწისა დასრულებულია როცა სიგუას თავრობა აჭარაში მიწის რეფორმის დაუსრულებლობა არის ქართული დღევანდელი ხელისუფლების ბრალი ვერ ახერხებს მე არ ვამბობ რომ მას შეგნებულად აკეთებს ძალიან ბევრი საქმის გამო მაგრამ მე ვარწმუნებ რომ ამ ადამიანებს მიწა უნდა გადაეცეს და გადაეცემა სანამ მე ცოცხალი ვარ ვამბობდი ამას 20 წლის წინ 10 წლის წინ დღესაც ვამბობ ხვალაც რომ არ ვიქნები ხელისუფლებაში ვიტყვი რომ
მიწა ერგება მათ. ვინც ამუშავებს იმისა ეს მიწა. ასე რომ რეფორმა აუცილებლად ბოლომდე მივა. დღევანდელი ხელისუფლება ვერ მოასწრებს. ეს აუცილებლად გარდაუვალი აუცილებლობა მომავალი ხელისუფლება და ამ წელს დააკარგოს. ვერ დაძარით ეს პროცესი, როცა მიგაჩნიათ რომ თქვა ეს არის აღმასრულებელის გასაკეთებელი. რიათ ვამბობ, ასე გაბედულად რომელიმე პარლამენტარი ლაპარაკობს თქვენ. მე ვამბობ რომ დღევანდელი ხელისუფლების შეცდომაა რომ ამ მიწაზე საკუთრება ვერ აღადგინეს. ბატონო, თქვენ ამბობთ და იწუნებთ ამ ნაბიჯს, რომ ვერ გადადგავთ თქვენ ხელისუფლებამ ამ ხრივ ნაბიჯი. ასევე იწუნებთ იგივე ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. ძალიან ბევრი თემები იგივე სიებთან დაკავშირებთან საუბრობთ. თქვით ამ ეთერში თქვენ აპირებთ გადასვლას ისე თქვა. არა, სტრატეგია არა. ოპოზიციაში არის დაპირისპირება, როცა გვახსოვს ჩვენ ეთერში აჭარის თავის თავმჯდომარესთან კამათი დაპირისპირება იყო ამაზე საუბარი. ეს საკითხიც თუ მოგვარდა არის თუ არა თქვენ შორის ესე თქვა. არავითარი უთანხმოება არ არის. ბუნებრივია არსებობს კამათი, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, არსებობს მუდმივი შეხვედრები, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ადამიანები უკამათობთ. ეხლა მე არა ვარ ისე, მე უფრო შფოთი მომწონს. მაკიაველი როგორ ამბობდა იცით? შფოთი მოგწონს, რას ნიშნავს ეს? ის ნიშნავს რომ სახელმწიფო დაინგრევა, როცა შფოთი შეიცვლება ერთსულოვნებით. ერთსულოვნება თუ არის, ის იმ წუთში დაიწყება სიცილი სახელმწიფოში. არ შეიძლება უნდა იყოს განსხვავებული აზრი. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება მაინდა-მაინც ნიშნავს იმას, რომ შფოთი უნდა იყოს, აუცილებლად მეკოთ აქცენტი. აი, რასაც მე ვამბობ, ეს არის ნამდვილი სახელმწიფო გაგება. თუ მე ვიტყვი რომ მიწის საკითხებში მართალია ხელისუფლება, საკუთრების უფლებებში მართალია ხელისუფლება, სიების შედგენაში მართალია, ის რომ დაბალ პროცენტს ღებულობს მართალია, მაშინ ყველაფერში მართალია არ არის, ასე არ არის. არ იქნება. რასაც მე ამის გამო რა არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა და საერთოდ საქართველოს მოქალაქეების მიღწევა 1 ოქტომბერს არის ის რომ მე ამ სიტყვის გამო და ამ ინტერვიუს გამო და თქვენი დღევანდელი სტუდიის გამო მე არავის საყდურს ვერ მეტყვის და არ მეტყვის. აი ეს არის ჩვენი მიღწევა. იმაზე საუბრობთ რომ ხალხს ეს შეამონოს ის თქვენ რაღაც საუბრობთ შესაბამისად. არა, მე ვსაუბრობ ისე როგორც მე მომწონს, როგორც მე ვხედავ. ხალხის სიამოვნებისთვის არ ვამბობ. მე ვფიქრობ რომ რასაც მე ვფიქრობ. მე ვიცი რომ სწორედ აი სიებთან დაკავშირებით რომ დავბრუნდეთ ისევ და უნდა დავასრულოთ უკვე საუბარი. როცა თქვენ თქვა დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინეთ, თუ გავიხსენებთ აუცილებლად იმასაც რომ შესუსტა ესე ვთქვათ მურმან დუმბაძის პოზიციები აჭარაში და ვთქვათ მას აღარ ენდობიან ცენტრში ქართულ ოცნებაში და მის აზრს ნაკლებად ითვალისწინებენ. თქვენ ამის დასამტკიცებლად ხომ არ ჩასვით ეს კანდიდატები და თქვენს მიერ წაყენებული კანდიდატურების მოგების შანსი და იმედი, ვთქვათ, იმიტომ გაგიჩნდათ რომ დაგემტკიცებინათ და ისევ დაგებრუნებინათ ქართული ოცნების ესე ვთქვათ. როცა 1 ოქტომბერი იყო, როცა ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, როცა ურთულესი ბრძოლა იყო რეჟიმთან. მაშინ ჩვენმა დაწერილმა სიამ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეროვნული მასშტაბით ქართულმა ოცნებამ მიიღო 53%, ჩვენ 15 კაციანი სია დავწერეთ, გახსოვთ? 15 კაცი შედიოდა პროპორციულისით. ჩვენ მივიღეთ 2/3 ეხმებისა 67% არის სხვაობა. ესე იგი, სწორად განსაზღვრეთ. აბა ჩაგეწერა სხვა ხალხი თუ მიიღებდი ამ ხალხს. ასე არ არის. ადამიანების ცემენ პატივს, ადამიანების შრომას დამიჯერეთ, ეს ასეა. შეიძლება ადამიანმა შემთხვევით ამოვარდეს, უცბად გავარსკვლავდეს, მაგრამ ეს იქნება ეს იქნება მეტეორიტი, გამოირბენს და წავა. მე სტაბილურობას უჭერ მხარს, მე უჭერ შრომას მხარს და მე უჭერ მხარს კონკურენციას. დიდი პოლიტიკაში აპირებ შემოსვლას, ეს ნიშნავს რომ შენ რაღაც ნაბიჯები უნდა გქონდეს მანამდე გადადგმული. უცბად შემოვარდეს ცენტრში ჩაწყობით, ვერ ივარგებს რა, ის გაქრება ძალიან მალე. თქვენ ამის დამტკიცებას ვცდილობთ რომ ისინი უნდა გაქრნენ, იმიტომ რომ ეს ვთქვათ უცებ შემოსვლები არიან პოლიტიკაში, თქვენ გაცლებთ უფრო დიდ ხანს და თქვენ უფრო მეტი უნდა დაგეჯერებოდეთ. ვაპირებ, რომ ადამიანები ვინც აკეთებდნენ პოლიტიკას, გააკეთებენ მომავალშიც. და ეს ნიშნავს იმას თუ არა რომ მურმან დუმბაძე კიდევ ერთხელ გითხავთ, მალე წავა ოპოზიციაში თუ დარჩება ხელისუფლებაში და იქნება ხელისუფლებაში ოპოზიციონერი. ეს არის ტაქტიკები. ქართული სახელმწიფო და დღევანდელი ხელისუფლება სტრატეგიაში სწორი გზით მიდის. ეს არის ჯანდაცვის პროგრამები. მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი დეტალები არ აინტერესებს ნაკლებად. არ აინტერესებს, ძალიანაც კარგი. პრობლემები არის ჯანდაცვაშიც, მინდა გითხრათ. ჯანდაცვაში არის, მაგრამ სწორი სტრატეგიული კურსია. განათლებაში სწორი სტრატეგიული კურსია. სწორია, კარგად მივდივართ. ის რომ უნივერსიტეტის რექტორი. ან თქვენ ეს ორი ფაქტორი გაკავებთ ჯერჯერობით ხელისუფლებაში? არა, სტრატეგიული კურსი სახელმწიფოს სწორია. ის რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოცხადდა სწორია. მოკლედ სტრატეგიაში სახელმწიფო სწორად მიდის. თუ სტრატეგიაში დაუშვებს შეცდომას, ერთ წუთს ვერ ვნახავთ ხელისუფლებაში. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ დღეს რატომღაც პასიურობს ესე ვთქვათ ჩვენი მაყურებელი Facebook-ის გვერდზე არ დღეს არის ურუგვაი იტალიის თამაში და ამიტომ ბუნებრივია გადართული იქნებოდნენ იქით. ურუგვაი მოიგო მე მაცნობენ. ძალიან კაი.
ალბათ აწი გადმოგვრთავდნენ შესაბამისად ჩვენი ეთერი უნდა დავასრულოთ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით გადაცემის სტუმარი ჩვენ ესე ვთქვათ ველოდებით პასუხს როცა თქვენ მიიღებთ დაახურულ ნავსადგურთან დაკავშირებით რა პასუხები იქნება და რა გექნება თქვენ სათქმელი თამარის დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისთვის ალბათ ამას ერთ კვირაში ყოველ შემთხვევაში ჩვენ გაგვაგებინებთ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ მე მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე იყო ჩვენ დრო ამოიწურა მე 5 შაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის